ერთი პოლიციელი დამისახელეთ, ვინც ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების გამო პასუხი აგო. თქვენ ისეთ რაღაცებს მოუწოდებთ ადამიანებს, რომელსაც თქვენ თვითონ არ აკეთებთ და მითხარით ან რა სამართალია ესეთი, ან რა სოლიდარობა ორგანიზაციის მე ვარ დაფინანსებული. იცით რა ხელფასები მუშაობ მე? იცით საჯარო მოხელისხმებაში რამდენია? ეს არ ვიცოდი, კარგი რამე თქვით, ანუ ადრე მომხრე იყავით ჩვენი ხელისუფლება. მომხრე ვიყავი, რა თქმა უნდა. რამ ყველა ადამიანი ხელისუფლების მტერია, ვისაც ძალადობრივი დამხობით სულს ხელისუფლების შეცვლა. ვინ მოგახურ მოხდა რომ ამ სახელმწიფოს პირობებში დამნაშავე გახდა ლექტორი, დამნაშავე გახდა სტუდენტი, დამნაშავე გახდა მასწავლებელი, დამნაშავე გახდა. როგორ შექმნა ამ სახელმწიფომ ისეთი გარემო, რომ ყველა ეს აკადემიური პერსონალი უცებ გადაიქცენ კრიმინალებად. თქვენ თუ გინდათ რომ 10,000 კაცის კონკრეტულმა პრინციპებმა და პოლიტიკური გემოვნების შეხედულების რაღაცა მიმართულებამ 1,400,000 კაცის დისკომფორტი შექმნას. მომეცით პირობა რომ ერთად გავიდეთ მაგალითად დღევანდელ აქციაზე და თუ გინდათ გავესაუბროთ იქ მყოფ ადამიანებს. ვისაც ნახავთ განსხვავებული აზრია, ყველა საბულინგებთ, ვისაც ნახავთ განსხვავებული აზრია. მე რატომ ელაპარაკე? არა, მე თქვენ არ გელაპარაკებთ, თქვენ გახართ. თქვენ ხართ ამის მომხრე თუ მე ვარ მშვიდობის მომხრე. გაქვთ ვაკანსია? კი ბატონო, ვაკანსია. ვაკანსია. ბევრი მიზეზია და ეხლა არ მოვყვები ამ მიზეზებს, რატომაც ვარ ამ ხელისუფლების მხარდაჭერი, იმიტომ რომ იმედი არსებობს იმისა, რომ საქართველოს მომავლისთვის, კეთილდღეობისთვის, სიმშვიდისთვის და დემოკრატიისთვის ეს ხელისუფლება გააკეთებს იმ ყველაფერს, რაც ჭირდება დღეს ქართულ საზოგადოებას. ადამიანებს, გულწრფელ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან გვიყვარს ეს ქვეყანა, რომლებიც გულშემატკივრობთ ამ ქვეყანას. გვიყვარს ჩვენი საქმე. ვაკეთებთ ჩვენ საქმეს და აქამდე ძალიან კარგად ვაკეთებდით ჩვენ საქმეს 10 წელია მე პირადად ვმუშაობ. რაღაცნაირად ჩვენი ხმა არ არის გაგებული. ჩვენი გულწრფელი პოზიცია არ არის შესმენილი და მოსმენილი. ამიტომ გავერთიანდით ქვეყნის სიყვარულით, იმ მისწრაფებებით, რაც გვაქვს გაცხადებული კონსტიტუციაში, რაც ქართველი ხალხის ნებაა 80%-ისა, რომ ჩვენ მომავალს ვხედავთ ევროპულ სივრცეში და აქეთკენ მივდივართ, ხო, ჩვენც სხვა არაფერი არ გვითქვამს იმ ადამიანებს, ვინც აი თუნდაც ხელი მოვაწერეთ იმ პეტიციას, რომ ვემბიჯნებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ შეწყდეს 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებები. საყვარელი პოლიტიკოსი, არა მარტო საყვარელი პოლიტიკოსი მყავს საქართველოს ისტორიაში, ჩემი პირადი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე, რა თქმა უნდა, კარგი პოლიტიკოსი თავის განათლებით და ყველა იმ დამატებით თვისებებით არის როგორც ჩემთვის პრემიერ-მინისტრი, ასევე საყვარელი პოლიტიკოსი, ამჟამინდელი ჩვენი პრემიერი ირაკლი კობახიძე. აი საყვარელი პოლიტიკოსების დასახელებისგან ალბათ თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იმედგაცრუება მგონია. ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მხარის, ცუდი ნათქვამია მეორე მხარი, ანუ ადამიანებს ყველას ჩვენი განსხვავებული აზრი გვაქვს და განსხვავებული შეხედულება. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც დღეს საქართველოში მსგავსი მიმდინარე პროცესები მიმდინარეობს და უკვე რამდენიმე თვეა უწყვეტად, ამიტომ რა თქმა უნდა ეს საკითხი ძალიან გააქტიურებულია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუ მეორე მხარეს არსებობს განსხვავებული აზრი, დიდი სიამოვნებით შევალ დეტალებში, მოვისმენ, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად სხვანაირად ვფიქრობთ, რადიკალურად განსხვავებულად და ძალიან საინტერესოა ჩემი ოპონენტის კონკრეტული ის მიმართულებები, მაგალითად მაქვს რაღაც პასუხები, კითხვები, რაზეც მინდა რომ პასუხი მივიღო და ალბათ მასაც ენდომება იგივე. მე ყოველთვის ვარ იმის მომხრე, რომ ვისაუბროთ სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანებმა და პოლიტიკოსებმაც. პირიქით ისინი უნდა გვაძლევდნენ მაგალითს და ქვეყანაში უნდა იყოს დებატების კულტურა, რაც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ეს კულტურა. ამიტომ ყოველთვის ვემხრობი, რომ ადამიანები დასხდნენ, ისაუბრონ და კონსტრუქციულად და დიალოგის გზით მივიდნენ
კონსენსუსამდე და თუნდაც რაღაც შეთანხმებამდე, იმიტომ რომ სხვაგვარად წარმოუდგენელია. მონაწილეებს ურიგდებათ 16 ბარათი. თითო ბარათში თითო თემაა მოცემული. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეები რომელიმე საკითხზე თანხმდებიან, სიმბოლურად ერთმანეთს ყვითელ ან თეთრ ბურთს გადასცემენ. გამარჯობა. გამარჯობა. ანა. ლევანი. სასიამოვნოა და საინტერესო. ჩემთვისაც. ჩვენთან სალაპარაკო მაქვს. გისმენთ. მაშინ დავიწყოთ. ძალიან გამიხარდება თქვენ არის სასიამოვნო ქალბატონთან. ბევრ საინტერესო თემაზე თუ ვისაუბრებ. ძალიან კარგი. მაშინ აბა პირდაპირ ავურიოთ ბარათები, ხო? კი ბატონო, დაგითმობთ თქვენ. კარგი, როგორც ბანკოს თამაშისაც ხდება, ხო? ავირჩიოთ. ხო, პირველივე თემა ისეთი ქართული პოლიცია დღეს. სილამაზით და სასიამოვნოობით დავიწყეთ გაცნობა და პირდაპირ პირველი თემა ქართული პოლიცია. აბა ლევან, რას ძალიან კარგი თემით ვიწყებთ. ქართულ პოლიციაზე. კი ბატონო, ძალიან კარგი თემით ვიწყებთ, ძალიან კარგი დასაწყისი გვაქვს. მე შემეძლო რომ დამეთმო როგორც დასაწყისში დაგითმეთ, მაგრამ მოდი ცოტა შესავალს გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით. დღევანდელი ქართული პოლიცია ჩვენი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ბოლო წლებში, ასევე ვიტყვი რომ მოწოდების სიმაღლეზეა. როგორც ვიზუალურად აღნიშნეთ, არაჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ და ემსახურებიან საქართველოს და ასევე თუ გავითვალისწინებთ ბოლო მიმდინარე მოვლენებს, თუ გავითვალისწინებთ ის თუ რა ხდება უკვე ჩვენთან ნოემბრის თვიდან დაწყებული, ეს ადამიანები რამხელა შრომას ერთგულებას ჩადიან. გასაგებია ლევან, თქვენი აზრი პოლიციასთან დაკავშირებით. მე რა შემიძლია ვთქვა ის, რომ საქართველოს დღეს ყავს ნამდვილად კარგი პოლიცია. კარგი. მაშინ მე გეტყვით ასეთ რამეს, თქვენი აზრით, პოლიცია რომ ქალბატონს აგინებს, კარგია? სიმართლე რომ გითხრათ, არ მინახია მე ეგ ფაქტი და ამაზე როგორ გიპასუხოთ, მაგრამ მე გეტყვით, ერთი წუთით მე გეტყვით, მე პირადად შევესწარი რომ აგინებდა. ნახეთ. მე პირადად შევესწარი. ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე გეცოდინებათ ალბათ, რომელიც დააკავა პოლიციამ და ის გათავისუფლების შემდეგ ყვება ესეთ რამეს, სადაც დააკავეს ირაკლი. მის გვერდით დემონსტრანტები იდგნენ ბიჭი და გოგონა ერთად და პოლიციელი ბიჭი აგინებდა გოგოს. დამასრულებინეთ ლევან რა. აგინებდა გოგოს თანხმლები ბიჭის თანდასწრებით და მეორე ეუბნებოდა შენ რა კაცი ხარ? შენ გოგოს აგინებენ და ანუ პოლიცია დღეს იმდენი მაგალითი გვაქვს დეგრადაციის, რომ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ხო? იმიტომ მოვედით რომ მე გიყვებით აი ესეთი ფაქტი. მე ერთი თხოვნა კიდე პოლიცია ეხლა ყველამ კარგად ვიცით რომ ჟურნალისტი ძალიან კარგი ადამიანი, მზია ამოღლობელი 27 დღეაში მშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას დიდი საფრთხე აქვს და ეს ქალბატონი შიმშილობს სწორედ იმ ღირსეული ბრჭყალებში პოლიციელის გამო, რომლითაც თქვენ ამაყობთ. იმიტომ რომ შეურაცხყოფის შემდეგ მან ბუნებრივი რეაქცია გამოხატა და მას სილა უთავაზა და ჩვენი რელიგია და სარწმუნოება გვეუბნება რომ ერთ ლოყაში როცა გარტყავენო შენ მეორე უნდა მიუშვირო და ამაზე რა სრულიად გასაგებია, ამაზე გაგცემთ ძალიან ლოგიკურ და ჯანსაღ აზრს მოგაწვდით ჩემი მხრიდან. ადამიანის მიმართ ერთი ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს და აგინებს, აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიციელია თუ უბრალოდ მოქალაქე. მით უმეტეს როგორი მძიმეა, როცა ის ადამიანია, ვინც წესრიგს უნდა იცავდეს. არ აქვს, ეს არის პოლიციელი თუ უბრალოდ მოქალაქე. არ შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთს მიაყენონ შეურაცხყოფა, როგორც არ შეიძლება ერთმანეთს სილა ურტყათ და ჩვენი ნებისმიერი ქმედება უნდა გამოვხატოთ კონკრეტულად რაღაც კულტურის ფარგლებში, რაღაც შინაგანი კულტურა ყველა ადამიანს გაგვაჩნია, ამიტომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ
ვართ თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანაში, გამოხატვის თავისუფლებაც უნდა იყოს კონკრეტულად შეზღუდული და არ შეიძლება რომ აი ამ კონკრეტულ ბარიერებს გადავაბიჯოთ და გამოხატვის თავისუფლება ერთი მხრის მიერ იყოს დარღვეული, ეს იყოს შეურაცხყოფელი და გამოხატვის თავისუფლება რა არის? ეს იყოს კანონსაწინააღმდეგო. რა არის მაგალითად გამოხატვის თავისუფლება? გისმენთ და დაგასრულებინეთ, ამიტომ ხო უნდა მექნება რომ ჩვენი საუბარი მინდა რომ არ დაექვემდებარებს ნებისმიერ რაღაცა დემაგოგიას და მინდა რომ უფრო ესეთი ჯანსაღი რაღაცა ელემენტარულად გასაგებ ენაზე რომ ვიმსჯელოთ, ხო? ამიტომ ვამბობ რომ ნებისმიერი საკუთარი აზრის პროტესტის თუ ადამიანის მიერ ნებისმიერი გამოხატულების ქმედებას უნდა კონდეს კონკრეტული ზღვარი. არ შეიძლება ზღვარს გადავდიოდეთ ადამიანები ჩვენი გამოხატულებით კანონი არ უნდა დავარღვევოთ. რომ ზღვარგადასულობა თქვენთვის რა არის? აი მაგას ვამბობ. ზღვარგადასულობა არის, როცა ადამიანი კანონს არღვევს. პოლიციელის მიმართ გადაჭარბებული ქმედება დღეს ამ ქალბატონმა რა დაარღვეა? დღეს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით ეს არის კანონდარღვევა, არის სისხლის სამართლის ერთი კონკრეტული ფაქტი არის. გეტყვით. მე კონკრეტულ დეტალებს ახლა არ შევეხები, მე იმას გეუბნებით, რომ ნებისმიერი ქმედება რაც არის კანონსაწინააღმდეგო, თუ ჩვენ გვინდა ნორმალურ, განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, პირველ რიგში კანონმოყვარული ერი უნდა ვიყოთ და ჩვენ თუ კანონს არ ჩემზე კანონმოყვარე ადამიანს მე მგონი, რა ვიცი, იშვიათად შეხვდებით საქართველოს კონსტიტუციით ვარ მოსული. რაზე ვკამათობთ პოლიციელებს, რომლებსაც გეკითხებით, არა, ლევან, უყურეთ მომისმინეთ. რა არის თქვენთვის ზღვარი? ანუ ზღვარგადასული რა არის? ზღვარი არის ჩემთან შინაგანი კულტურის გადაბიჯება. ეს არის უკვე ზღვარგადასულობა. ზღვარგადასულობა არის. ამ ქალბატონმა მზია ამაღლობელმა ზღვარგადასული ქმედება კონკრეტულად მე ჯამურად განვიხილავ შეიძლება ყველა ქმედებას და ქალბატონ მზიას კონკრეტულ მაგალითს მომიყვანთ, იმიტომ რომ ქალბატონ მზიამდე ძალიან ბევრი მაგალითი იყო. მე თუ ვთქვათ რაღაცა ვხედავ რომ არ უნდა გაგვიჭირდეს სახელის დარქმევა, ხო? თქვენ მე მესმის თქვენი პოზიცია, მე მესმის რომ მომხრე ხართ, მე მესმის რომ იწონებთ და ძალიან კარგია კი ბატონო თქვენ პოზიციას პატივს ცემ, მაგრამ თქვენ შინაგანად საკუთარ თავში არ უნდა გაგიჭირდეთ სახელის დარქმევა, რომ ეს კარგია, ეს ცუდია. აი ამ კონკრეტულ ფაქტს რა სახელს დაარქმევთ? აი და ჩვენ უნდა შეგვეძლოს ჩვენი შეცდომების აღიარება. ამიტომ თუ ამბობთ რომ კანონი დაირღვა, კანონი დაირღვა. თუ ამბობთ რომ მოხდა ცუდი, მოხდა ცუდი, მოხდა კარგი, მოხდა კარგი. ამიტომ ეს რაღაც კონკრეტული მიმართულება რომ ჩვენ შეგვეძლოს ადამიანმა ვაღიაროთ ცუდის და კარგის გამოხატულება, მოდი ვაღიაროთ. ხო და მაგალითებით ვაღიაროთ, მაგალითებით. კანონი დაირღვა თუ არა ამ შემთხვევაში, თქვენგან მინდა ამაზე პასუხი. კანონი არ დაურღვევია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ჯდებოდა სავსებით. ნიშნავს თუ არა დღეს კონსტიტუციით კანონის დარღვევას და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული თუ არა. ეს ადამიანის რეაქცია იყო შეურაცხყოფაზე. ადამიანის რეაქცია იყო შეურაცხყოფაზე, რომელიც არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის დანაშაულს. კონკრეტული ფაქტი მოგიტანთ, გეუბნებით, მისი ქმედება იყო თუ არა საქართველოს კონსტიტუციით სისხლის სამართლის დანაშაული პოლიციელზე ფიზიკური შეხება არ იყო? არ იყო. თქვენ თუ ესე ფიქრობთ ამ თემაში ჩვენ ზომიერი არ იყო ის. რა არის მართლის ზომიერი? როცა ადამიანს აკავებს სტიკერის გაკვის გამო, განყოფილებაში აყენებს შეურაცხყოფას, კარგი, გასაგებია. გასაგებია თქვენი აზრი. პოლიციელს შევეხეთ ფიზიკურად, კანონდარღვევა არის თუ არა? რა ხელის დადება ლოყაზე, კანონი დარღვევაა, რომელიც საპატიმროში თქვენ სრული სერიოზულობით მეუბნებით, რომ ლოყაზე ხელის დადება იყო. ის კადრები, როცა პოლიციელები არათუ ხელსადებენ, დასისხლიანებული ჯანმრთელობა შერყეული, ტვინის შერყევით, ერთი პოლიციელი დამისახელეთ, ვინც ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების გამო პასუხი ააგო. ერთი დამისახელეთ და მე თქვენ გადმოგცემთ აი ამ ლამას ბურთს. თქვენ არ ეცნობით ეთყობა მიმდინარე მოვლენებს და არ ეცნობით კონკრეტულად ნახე რაც გვინტერესებს. მიმდინარეობს რამდენი ხანია? გამოძიება მიმდინარეობს ყველა დანაშაულზე. დაწყებულია სისხლის სამართლის მიმართულებით. რომ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მოქალაქეებზე იდავა და შემთხვევით ნებისმიერი ადამიანი პოზიციაში მიმდინარე ხელისუფლების მხარდაჭერი პოზიციაში მყოფი ადამიანი ჩემთვის სულ ერთია აბსოლუტურად ყველა საქართველოს მოქალაქე განურჩევლად ეროვნებისა ყველას გვაქვს ერთი პასუხისმგებლობა სადაც
კანონი ირღვევა, ამ კანონის დარღვევაზე ადამიანებმა უნდა ვაგოთ პასუხი. როგორც სისხლის სამართლის მიმართულებით, ასევე ადმინისტრაციული მიმართულებით. აქ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ერმა, სრულიად საქართველოს პირველ რიგში უნდა ვცეთ პატივი კანონს, იმიტომ რომ კანონის მიმართ პატივის აი სიმართლე კანონი და კონსტიტუცია არის ზუსტად ის, რაც გამოხატვის თავისუფლებას აძლევს ადამიანს. გამოხატვის სრულ თავისუფლებას. თავის მორალური იცით რა არის ლევან? საპროტესტო აქციების მონაწილე ვარ. საპროტესტო აქციების მონაწილე ვარ იმ დღიდან, როცა პირველად დარეგისტრირდა და ინიციატივა გაჟღერდა კანონისა 2023 წლის მარტის აქციები და უკან გაბრუნება იმ აგენტების კანონის შემოbrunება და ყველა აქციის მონაწილე ვარ და მერწმუნეთ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და პროტესტის გამოხატვის, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის და ამ მშვიდობიანად რომელი ერთი დღე მე მოგიყვებით მაგალითად თქვენ ნახეთ ყველა პროტესტი იყო მშვიდობიანი მე მშვიდობიანად მე გიყვებით ჩემ გამოცდილებას მე რამეზე შევთანხმდით მე და თქვენ ყველაფერს დავარქმევთ ის რაც ქვია რეალურად. კი, დავარქვათ. როდის მიმდინარეობდა მშვიდობიანი დაიწყეთ ამაზე საუბარი და მოგიყვებით. იმდენი დღე გავატარეთ საპროტესტო აქციებზე და იმდენი მშვიდობიანი დღე. მაგალითად, მე ჩემ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ხშირად იყო ხოლმე ისე, რომ 12 საათამდე ვცდილობდით, რომ გარიყავით და მე 12-ის მერე ტრანსპორტი აღარ არის, მეტრო იკეტება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობთ და ხშირად ყოფილა რომ 12-ის რაღაცა ნახევარია დავიძრებოდით მეტროსკან და უკან მოგვაყოლებდა პოლიცია მხუთა ვაირს, წიწაკის სპრეის, ანუ სრულიად მოწმენდილ ცაზე. ხშირად ყოფილა რომ გზის როგორ ვერ დამეთანხმებით. აბა სან იჯერებ თან არ იჯერებ. მე გეუბნებით ჩემ გამოცდილებას. სრულიად მოწმენდილ ცაზე საპოლიციო ძალები გვესროლდნენ ერთხელ მახსოვს ქაშუეთის სამრეკლოს უკან ვიდექი და ქაშუეთის სამრეკლოს უკან ჩემ ფეხებთან დაეცა ის გაზის კაფსულა. როცა ადამიანები პარლამენტის სასახლის წინ იწყებოდა დემონსტრანტების განლაგება და მთავრდებოდა ბილტმორთან აი ბილტმორთან და რედისონთანაც კი რო აღწევდა აი იმ ხუთავი აირის სუნი და იქაც კი ვიგუდებოდით რა მოცემულობ ამაზე უკვე ბევრი თქვა, ბევრი ექსპერტი გამოვიდა და მე არც ვინ გამოვიდა და თქვენ რა რომელიც წყაროს თქვენ არავის არ დაუჯეროთ. თქვენ მე გირჩევთ რომ თქვენი თვალით გამოდით და თქვენ თვითონ ნახეთ. მე არავის არ უჯერებ. მე არავის არ უჯერებ. თქვენ ახლა რა წყაროს დაყრდნობით ამბობთ იმას რომ არა რო ამბობთ რომ გამოიძიეს, ვისი გამოძიებულზე გაქვთ საუბარი არ ვიცი, მაგრამ მაგას დაუბრუნდეთ. ადამიანები რომლებსაც ლაბორატორიულად და მე თვითონაც ვარ ის ვისაც დაუდგინდა მე გეტყვით ორი სიტყვით ამასთან დაკავშირებით ამადასტურებელი დოკუმენტაცია მაქვს მე ვფიქრობ რომ ძალიან არასერიოზულია ჩემი მხრიდან ამ თემის დეტალურად ჩაშლა იმიტომ რომ თეთრი-თეთრია შავი-შავია და ამაზე არავინ არ დაუს კაცია კაცი-კაცია რა ეგაც სადაო საკითხია რასაც თქვენ გულისხმობთ ქვეტექსტი რაც გქონთ ამ ყველაფერში მარტივად იყო ყველაფერი ძალიან მე უყურებ ესე და თქვენ უყურებთ სხვანაირად არსებობენ ადამიანები ვინც ამას ძალიან ლოგიკურად და სწორედ უყურებენ ნახეთ რას გულისხმობ მშვიდობიანი თქვენ რო ეძახით მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს იყო ძალიან ბევრი კანონ დარღვევა და მე სულ იმას ვამბობ ხოლმე და იმას ვიტყვი ყოველთვის რომ ძალიან იმაზე მეტად ლოიალური იყო პოლიცია ამ ყველაფრის მიმართ იმაზე მეტად დაანგრიეს მთლიანად სახელმწიფოს არსებული ქონება დაანგრიეს ჩვენი ცენტრი რომელიც დედაქალაქია თბილისი დაანგრიეს ყველაფერი ესე იგი დაინგრა ინვენტარი დაინგრა კერძო პირების ქონება ერთი წამით გიხსნით საპროტესტო მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს მონაწილეების მიმართ
მოხდა ეს ყველაფერი. გავიგე, გასაგებია. ეს ხო თქვენ არ გაგიკეთებიათ. თქვენ ხო არ გაგიკეთებიათ და თქვენ გაქვთ იმაზე რატომ პრობლემა. რასა პროტესტებენ ეს თქვენ გაქვთ ადამიანები? მივალთ იქამდე ერთი წუთით, თქვენ არ გაგიჩნდათ კითხვა ესეთი რომ მე კითხვა ამ ადამიანმა ვინც გამიჩნდა და თქვენ მაქვს. გვერდით იდგა და მშვიდობიან აქციაზე იმყოფებოდა, მათ რატომ პასუხი გააკეთა იყო ამდენი სრულიად საშინელება? გაუფრთხილებელ და მოულოდნელ თავდასხმაზე. რატომ დაშლაზე. პასუხი ნახეთ, იყო ის. ნახეთ ამ დროს როცა ეგეთი აქციები მიმდინარეობდა, აბსოლუტურად ყველა სოციალურ ქსელზე ნებისმიერი ინტერნეტ თუ მიმდინარე ტელევიზიის ყველა ლაივი გადასცემდა თავიდან ბოლომდე. ჩვენ ადამიანები ყველაფერს ხედავდით რეალურად რაც ხდებოდა. მე არ ვიცი შეიძლება თქვენ ისეთ ადგილას idekit რომ ამ ყველაფერს ვერ ხედავდით მასიურად, მაგრამ ჩვენ ყველა მასიურად ვადევნებდით თვალს რეალურად რა ხდებოდა, როგორ ინგრეოდა ჩვენი დედაქალაქი. დაშლას როდის იწყებდა პოლიცია, როდის რა მომენტში როგორ ინგრეოდა ჩვენი დედაქალაქი. ხშირად ყოფილა როცა მივსულ ვარ და უკვე გაზი გაშვებული იყო. ანუ ბავშვებით მივდიოდით. ბავშვით და უკვე გაზი გაფრქვეული იყო. ანუ ამ შემთხვევაში პოლიცია წინსწრებით გამოუყენებიათ ეგეთი რამე არ ყოფილა. როგორ არ ყოფილა? მე გეტყვით დროს მიმოწერებში განახებთ. მე ამას ვნახავ და აუცილებლად განახებთ. იმიტომ რომ ჩემი მეგობარი თავისი შვილით მივიდა და მითხრა რომ აქ უკვე გაფრქვეულია და ამ ტერიტორიაზე არ მოხვიდეთ. ეს იყო სადღაც ხო, ანუ წინსწრებით იყო იქ უკვე ისეთი ჰაერი შექმნილი, რომ ვერ მორჩებით, თქვენ მე მანახეთ კადრები, სადაც პოლიციამ წინსწრებით გამოიყენა. კადრები როგორ განახოთ, მიმოწერას განახებთ, ჩემი მეგობარი რომ მივიდა და არასერიოზულია, ბუდის ვიხდი და შემოგთავაზებთ ესეთ რამეს. თქვენ თვითონ წამოდით და ადგილზე შეაფასეთ მდგომარეობას. მე ვსაუბრობ კონკრეტულ დეტალებზე, კონკრეტული მიმართულებით, ამიტომ იმან მითხრა, ჩემთვის მაგალითად არის არასერიოზული და რატო? არა, ნახეთ, აგიხსნით. თქვენ თუ იმას ამბობთ, რომ საქართველოს დედაქალაქში თბილისში კონკრეტულმა ჯგუფებმა მოინდომეს ძალადობრივი გზით ხელისუფლების გადაყენება, ჩადიოდნენ სისხლის სამართლის დანაშაულს დამამთავრებინათ. ლექტორი არის? არა, თქვენ ლაპარაკობთ ძალადობრივ ჯგუფებზე, მე აუცილებლად უნდა ვიპასუხეთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გუშინ გააკეთა განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მათი სტუდენტი ნიკოლოზ კუტუბიძე დაკავებულია სისხლის სამართლის წესით და უნივერსიტეტის ლექტორი. ვინ არის? აი, უყურეთ, არა, აუცილებლად უნდა უპასუხო. როგორ მოხდა, რომ ამ სახელმწიფოს პირობებში დამნაშავე გახდა ლექტორი, დამნაშავე გახდა სტუდენტი, დამნაშავე გახდა მასწავლებელი, დამნაშავე გახდა. როგორ შექმნა ამ სახელმწიფომ ისეთი გარემო, რომ ყველა ეს აკადემიური პერსონალი უცებ გადაიქცენ კრიმინალებად? რა მოხდა ესეთი? რატომ შექმნა ამ სახელმწიფომ ის გარემო, რომ ფრიადოსანის სტუდენტი წარმატებული გახდა უცებ კრიმინალი? რა ხდება? გაგიჟდა ესამდენი ხალხი? რატომ მოხდა, რომ ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე, რომელიც ლექციებს კითხულობ, უცებ აღმოჩნდა საპყრობილეში? რატომ მოხდა, რომ ბაღის მასწავლებელი, ლექტორი და სკოლის მასწავლებელი ერთ დაკავების მანქანაში აღმოჩნდნენ, ერთ იზოლატორში? რატომ მოხდა? რა ხდება ჩვენ თავს, რომ ეს განათლებული ადამიანები უცებ რაღაცა ვირუსი გავრცელდა, რომ კრიმინალური რაღაცა შეეყარათ, რომ უცებ დამნაშავეებად გადაიქცნენ ეს ადამიანები? რა მოხდა? რაღაცა ვირუსი გავრცელდა, რომ უცებ ყველა დამნაშავედ იქცა და გადაიქცო იზოლატორები? როგორ შეიძლება? რატომ გადააქცია ამ სახელმწიფომ სტუდენტი ნიკოლოზ კუტუბიძე დამნაშავედ? რატომ გადაიქცა? უცებ გაიღვიძა და დამნაშავედ გადაიქცა და შემტევათ იქ, რა ქვია? არა, აუცილებლად უნდა. თქვენ დემაგოგიით ხართ, მე ძალიან მშვიდად გისმენდით, მაგრამ აქებთ და ადიდებთ პოლიციას, აქებთ და ადიდებთ სახელმწიფო კანონს. აგერ უყურეთ, მე უნდა წაგიკითხოთ კონსტიტუციის მეხუთე მუხლი. სანამ წამიკითხავთ რაღაცაზე შევთავაზოთ. არა, აუცილებლად უნდა წაგიკითხოთ კონსტიტუციის მეხუთე მუხლი. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. არა, ეს მუხლი წაგიკითხოთ. მე თქვენ
რადგან მე თქვენ ქალბატონი რომ გზანდებით და მე თქვენ რომ გითმობთ ბევრ რამეში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს პატივი ავრცეთ, ხო? რადგან ქალბატონი ხართ, მე ყოველთვის ვცდილობ რომ ნაკლები ვილაპარაკო და ერთი წამით და თქვენ დაგითმოთ. მაშინ ქალბატონი იყო მზია, ამაღლობელი და თქვენმა ღირსეულმა პოლიციამ მისი ქალბატონობა არ გაითვალისწინა და ასე რომ თქვენც ნუ გაითვალისწინებთ ჩემ ქალბატონობას. შეგიძლიათ მე შინაგან კულტურაზე ძალადობრივი მეთოდებით ჩემთვის თავარი არის შინაგანი კულტურა. ნახეთ, ერთ რამეზე შევთანხმდეთ. მე თქვენ რაღაც ხშირ შემთხვევაში გითმობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე მხარემ მეტი ვილაპარაკოთ ან ნაკლები. მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ერთმანეთს მოვუსმინოთ, დავასრულებინოთ ერთმანეთს. დავასრულებინოთ ერთმანეთს აზრის დასრულება. მე პასუხებს ვერ ვიგებ. ანუ ვერ ვიგებ. გეკითხებით კონკრეტულ, არა, გაცდით ლაპარაკობთ, მაგრამ წერილობით მაინც დამიწერეთ, რომ ეს არის ამის პასუხი. მე გეკითხებით, რომ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში? ეს კარგი ხალხი, კაცო, დამნაშავებად რატო იქცევიან, კაცო? ჩემი ირგვლივ, ჩემი შვილის მეგობარი სტუდენტი. კარგი ბავშვი, რატომ გადაიქცა დამნაშავედ? რა მოხდა? რა შეეყარათ? ამ ხალხს გაგიჟდნენ? თხოვნაც მე თქვენს მიმართ დავიწყეთ, იგივეს ვაკეთებთ ახლა. ხო, აი მიპასუხეთ, რატომ გაგიჟდა ეს ხალხი? თქვენ მე ჩემგან ვერ გაიგებთ ვერანაირ პასუხს, თუ არ დამასრულებინებთ, თუ არ დამასრულებინებთ აზრის გამოთქმას და თქვენ ცდილობთ მეორე სტყომა თქვენით და შემდეგ გააგრძელოთ. მე მიგისმენთ ძალიან დიდი ხანი, სამწუხაროდ შეზღუდულები ვართ ამდენი დრო არ გვაქვს უამრავი საინტერესო თემა და რაც შეეხება პოლიციას, მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ. მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ კანონს უნდა ვცეთ პატივი, ყველანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება დასჯადია. ამაში მეთანხმებით. არა, ერთი წუთი. მეთანხმებით თუ არა, ხელოვანები, მსახიობები, კლევანი, აუცილებლად გეთანხმებით. კანონი უნდა იყოს თუ ორივე ერთმანეთს ვეთანხმებით, რომ კანონის გადაჭარბება არის. კი ბატონო, ვეთანხმებით, კანონი უნდა იყოს კაცრი და კანონს უნდა ევორჩილებოდეს. სახელმწიფო უნდა იყოს კანონიერი და სამართლებრივი. და უნდა იყოს ადამიანების დამცველი და მე ამ კონსტიტუციის მეხუთე მოხდა მაინც წაგებია. მაგას წაიკითხოთ თუ არა, შემდეგ თემაზე გადავდივართ და ჩვენ შევთანხმდით, ესე იგი რომ ჩვენ ერთმანეთს დავასრულებინებთ აზრის გამოთქმას და მოვუსმენთ. მე ახლა გისმენთ. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობის და სოციალური სოლიდარობის პრინციპების გამტკიცებაზე. ხვდებით ხო? სახელმწიფო ზრუნავს სოციალური თანასწორობის, სოციალური სოლიდარობის პრინციპების გამტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ, ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე. მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის კანონი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობის და სოციალურ დაცვაზე. ჯანმრთელობის დაცვაზე. კი ბატონო. თემაზე არა. საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. საარსებო მინიმუმით და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე რამე ასოციაცია ხوار მოგივიდათ რამე ასოციაცია ღირსეული საცხოვრებლით. ხო, ამაზე გეტყვით. დაამთავრეთ და კითხვა დასვით რომ გავიგო კი რასკულეს. ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. ამაზე ხوار მოგივიდათ რამე ასოციაცია. ოჯახის კეთილდღეობის დადებითი რამ მომივიდა ეხლა თავში აზრად კი ბატონო. ბოლოსში გავაკეთებთ კომენტარს. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. ან ამაზეც ხوار მოგივიდათ რამე ასოციაციაში. და არა ემიგრაციაში წასულზე. ხო, ამას. ეგ ცალკე თემაა და ცალკე გავიაროთ. მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განსაზღვრულია კანონით. სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ სარგებლობაზე. სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე. სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში ჩართვაზე. სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. რისი თქმა გინდა? რისი თქმა მინდა და ძალიან ხშირად მეორდება. სახელმწიფო
ზრუნავს, სახელმწიფო ზრუნავს, სახელმწიფო ზრუნავს. მე ამ ზრუნველობას სახელმწიფოს ვერ ვატყობ. ეს თქვენ ვერ ატყობთ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი ფაქტებით, რაც საქართველოში 1,150,000 საცხოვრებელზე ზრუნვაზე ზამիր კვეტვესკვირმა თავი დაიწვა. ქალბატონო ანა, თავი დაიწვა მოქალაქემ. მოქალაქემ დაიწვა თავი. ერთი წამით. მოქალაქემ დაიწვა. დაიწვა. წარმოიდგინეთ, სანამ ეს ამ ნაბიჯს გადადგავდა, რამხელა გზა გაიარა. რამდენი სახელმწიფო უწყება შეაწუხა, რამდენ ადამიანთან მივიდა, რამდენ ადამიანთან ქონდა კომუნიკაცია. თქვენ ხვდებით იმ ნაბიჯამდე რამხელა გზა გაიარა 44 წლის მამაკაცმა. თქვენ რამდენი წლის ხართ? 27. ხო, თქვენზე სულ რაღაც რამდენიმე წლით უფრო. ახალგაზრდა ადამიანმა რამ ძიმე გზა გაიარა, იქამდე სანამ აიღებდა და თავს დაიწვავდა. თუ დამთავრებთ აბა თუ ხვდებით ამას. თუ დამთავრებთ ამის შემდეგ რაღაცა უნდა იყოს პასუხი. უყურეთ, სახელმწიფო როცა რა პროტესტის ფორმა შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში, არასგვარ გადასული. რა პროტესტის ფორმა, როცა ადამიანმა თავისი ხმა ვერავის ვერ შეასმინა. მესმის თქვენი დამოკიდებულება, ასევე მაქვს მე ჩემი დამოკიდებულება, გვაქვს რამდენიმე კითხვა და ამ კითხვას კონკრეტული დროები უნდა დაუთმოთ, რომ ყველა კითხვა თქვენ მოსმენთ და ჩემ მოსმენთ გავიაროთ. ვეცადეთ, რომ კონკრეტული პასუხი გამცეთ. კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ ზოგადი ღირსეულია, ესეთია, კანონი არ უნდა დაირღვეს, ეგ ვიცით, მაგრამ მაგალითები მოვიყვანოთ. მე ხო მაგალითებს გეუბნებით. კანონი რომ უნდა დაირღვეს, ახლა ჩემზე უკეთ რა ვიცი. არ ნახეთ, ძალიან დისკომფორტია ხა ჩემს 5-ჯერ, 10-ჯერ გაგიმეორეთ, რომ ელემენტარული კულტურა არსებობს ადამიანებს შორის, რომ პატივი უნდა ვცეთ. ამიტომ ჩემი ჯერია და თუ შეიძლება გავაგრძელოთ. კარგი. ამოვიღეთ ერთელის მეტყოს და გავაგრძელოთ. როგორც წარმოგიდგენიათ, საქართველოს 5 წლის შემდეგ და ამაზე ძალიან მაინტერესებს რა პასუხი გექნებათ. აწმყო შობილი წარსულისაგან არის შობელი მომავალისა. როგორიც გვექნება აწმყო და რასაც ვიზამთ დღეს, ისეთი ვიქნებით 5 წლის შემდეგ. ანუ ჩვენი 5 წლის შემდგომი მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოვიმოქმედებთ ახლა. შევეგუებით უსამართლობას, შევეგუებით მონობას, შევეგუებით ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელას, ადამიანების ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების წართმევას, უკანონობის დაკანონებას, გამოხატვის თავისუფლების წართმევას, ადამიანის თავისუფლების წართმევას შევეგუებით, ამ აწმყოში რას ვიზამთ, თუ ამ ყველაფერს არ შევეგუებით და ვიქნებით სამართლიანები და ვიტყვით, რომ ადამიანის ფუნდამენტური ღირებულება, ფასეულობა არის მისი თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლებიანად, პიროვნების თავისუფლებიანად, სამართლიანობის მოთხოვნილებაა, ხო? ანუ როცა ხედავ, რომ ვიღაცას უსამართლოდ ექცევიან, ბუნებრივად უნდა გაგიჩნდეს მოთხოვნილება, რომ ამ უსამართლობას შეეწინააღმდეგო. 5 წლის მერე, 5 წლის მერე როგორ წარმოვიდგენიათ საქართველოს? მინდა წარმოვიდგინო აწმყოში, რთული აწმყო გვაქვს, არა გვაქვს მარტივი და იოლი, მაგრამ მე წარმომიდგენია, რომ აი ეს აწმყო 5 წლის შემდეგ ისეთ მომავალს შობს, რომლისთვისაც ეხლა ვიბრძვით. კი ბატონო, თქვენი განსხვავებით ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, ზუსტად ვიცი, რომ 5 წლის მე არ ნეგატიური იყო ეს პასუხი? არა, ესეთი ორაზროვანი პასუხი იყო ჩემი გადმოსახედით, ამიტომ მე პირდაპირ ვიტყვი, რომ იმდენად პოზიტიურად ვარ განწყობილი. დღევანდელი ჩვენი მიმართულებები, ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობა იმ საჭირო კეთილდღეობებზე, რაზეც დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა მიმართულებითაც მივდივართ, აუცილებლად გარდაუვალია ის ფაქტი, რომ ჩვენ გავხდებით დიდი ევროპის ოჯახის წევრი ქვეყანა, ამაზე არავინ არ დაობს და გარდაუვალია ის, რომ 5 წლის შემდეგ საქართველოს ბევრად უფრო ძლიერი, ბევრად უფრო გამართული, ბევრად უფრო ეკონომიკურად ძლიერი და ბევრად უფრო შემდგარი სახელმწიფო იქნება, ვიდრე არის დღეს. ამის მე მჯერა და არა მარტო მჯერა, ზუსტად ვიცი, რომ ესე იქნება. ამიტომ დაგითმობთ ახლა შემდეგ კითხვას და გადავიდეთ. არ ჩაგეკითხოთ, როგორ მოხდება ეს, როცა
ხელისუფლებამ გამოვიდა და თქვა რომ ეგ უბრალოდ 2028 წლამდე რატომ თქვა ხელისუფლება მეკითხელს არა ნახეთ რა არის ერთი რამე რომ ადამიანებს ზოგადად რაღაცა კონკრეტული წინადადებიდან აზრის გამოტანის ელემენტარულ დონეზე საშუალება უნდა ქონდეს ჩვენი ძვირფასი პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა ესეთი რამ რომ 2028 წლამდე ჩვენ მოვემზადებით ტექნიკურად იცი რას ნიშნავს შეგვიძლია ჩვენ ახლა ჩავთვალოთ და დეტალურად სიტყვით გავიაროთ ეს ყველაფერი და თუ რამეში მართალი იქნებით მე დაგეთანხმებით ნიშნავს იმას რომ მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს კონკრეტული პუნქტები გვაქვს შესასრულებელი რაც დარჩენილია ეს მოსამზადებელი პერიოდი იცით როდიდან გვაქვს და იცით რა კარგად მივდიოდით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ 2014-დან 2019 წლამდე რატომ შეიცვალა ეს რადიკალურად თორემ მეც ხელისუფლების დიდი მხარდამჭერი ვიყავი სწორედ იმიტომ რომ კონსტიტუციაში აი ამ კონსტიტუციაში თემული 78 მუხლი გვაქვს და ის 78 მუხლი გვეუბნება რომ სახელმწიფო უწყებები და სამსახურები უნდა იყვნენ მომართული იმისთვის რომ ყველაღონე იხმარონ რომ ჩვენ გავერთიანდეთ ზუსტად ეს არიან მომართულები მაგრამ მან ბევრი სადაუსაკითხია რომელსაც ახლა კიდე პირად სამწუხაროა ეს არ ვიცოდი კარგი რამე თქვით ანუ ადრე მომხრე იყავით ჩვენი ხელისუფლების მომხრე ვიყავი რა თქმა უნდა რამდენი ხანი იყავით მომხრე მე მომხრე ვიყავი 2011 როგორც ტყუილებმა რომელმა და იგნორმა ნახეთ უყურეთ მე ტყუილები იგნორი ეხლა გეტყვით იმდენად ისეთ რამეს ამბობ მომხრე ვიყავი და ძალიან აქტიური მომხრე ტყუილები ბოროტ მოქმედება იგნორი ქვეყნის არეულ დარღვევა მე მგონი ადრე უნდა ვისაუბროთ ხო ცოტა ხერხულია ეხლა მე ვარ მოქმედი საჯარო მოხალე მით უმეტეს მოქმედი და მუშაობთ ეხლა თქვენ კი მუშაობ ჯერჯერობით დღეს ქალბატონო ან თქვენ ახლა იმას მევონეთ რომ თქვენ მოქმედი საჯარო მოხელე და თქვენ მუშაობთ თქვენს პოზიციაზე ანუ თქვენ არა ბოდიში მე თუ სწორად გავიგე იმიტომ რომ უცნაურია ჩემთვის ანუ როგორც მივხვდი კანონი არ გწოდნეთ ერთი წამით როგორც მივხვდი თქვენ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ხართ მისი პოლიტიკის წინააღმდეგ ხართ მაგრამ საჯარო მოხელებ ბრძანდებით დღეს მუშაობთ კონკრეტულ პოზიციაზე და ვისი წინააღმდეგიც ხართ ანუ თქვენ პრინციპებს საერთოდ არ აქცევთ ყურადღებას ერთი წამით ვიცოდი რომ გამომადგებოდა არ აქცევთ ყურადღებას არ აქცევთ არაფერს ყურადღებას და ამის შემდეგ თქვენ გახართ საჯარო დავამთავრებს როცა იწყებს საჯარო სამსახურში მუშაობა შეგნებული მაქვს საჯარო სამსახურში არა თქვენ დავამთავრო რომ წაიკითხოთ მე დაამთავრეთ თქვენ ამ ყველაფრის მერე რომ თქვენ წინააღმდეგი ხართ ღევონდელი ხელისუფლების ამ ყველაფრის წინააღმდეგი ხართ ამას გამოხატავთ აბსოლუტურად ღიად, მაგრამ ის კონკრეტული რაღაცა პრინციპები ხო გააჩნია ყველა ადამიანს, მაგრამ თქვენ მაინც დღეს ხართ იმ ადგილას და მუშაობთ და სახელმწიფოსგან იღებთ ხელფას, ანუ ეს კიდევ გიმითხრათ? აი მაგ სტერეოტიპის და აი თქვენ კანონი არა ერთით მე ჩემი საკუთარი ეხლა მე გიპასუხებ ჩემი საკუთარი ეხლა მე გიპასუხებ რაღაცები არ მომცემდა იმის უფლებას რომ მე რაღაცას ვეწნავდეობდი მაგრამ ვიჯდე იქ მუშაობდი და ხელფას ვიღებდი არ იცით საჯარო სამსახურის არსი არ გწოდიათ და მე ეხლა წაგიკითხავთ და შეიცვალა. კიდევ კარგი რომ კანონი შეიცვალა. მე ეხლა ეს არ შეცვლილა, ფიცი არ შეცვლილა. უყურეთ როგორ ჟღერს საჯარო მოხელის ფიცი. ძალიან გამოუცეთ, იცით ეხლა. ძალიან გაუცებული ვარ, უბრალოდ არ ველოდი ამას. მომისმინეთ, ეცადეთ რომ გაიგოთ, აი ძალიან მე გადაცემის დასაწყისში თქვი ეს რომ შესავალში ხშირად საზოგადოებაში არასწორი შეხედულებაა საჯარო სამსახურზე და ის იგივდება პარტიულ მუშაობასთან, ანუ მართველ პარტიასთან ასოცირდება საჯარო სამსახური არის სხვა რაღაცა საჯარო სამსახური არის მე წაგიკითხავთ საჯარო მოხელის ფიც სად გაიგეთ რომ ხალხი ეგრე ფიქრობს პარტიული მიმართულება რა შუაშია საჯარო რომ მე თქვენ აი ამ კითხვას ძალიან შინაარსობრივად და კარგად აი უნდა გაიგოთ თქვენ არსი უყურეთ საჯარო მოხელე როგორ ფიცდება მე არსი ბევრი რამის გაგებული მაქვს დიდი ხანია შეგნებული მაქვს საჯარო სამსახურში ჩემთვის დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და ვაცხადებ რომ ერთგულად ვემსახურები ხალხს და სახელმწიფოს დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას
კონსტიტუციას, კანონებს და სხვა სამართლებრივ აქტებს. პატივს ვცემ საჯარო ინტერესს. საჯარო ინტერესს. ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. კეთილსინდისიერად აღვასრულებ ჩემ მოვალეობას. ეს არის საჯარო მოხელის ფიცი და ეხლა კონსტიტუციის 78 მუხლი, რომელიც აი ასე ჟღერს. ახლა წაგეკითხავთ, ხო. კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფად. მე ვარ კანონის ფარგლებში სრულიად. მე ჩემი ხელისუფლების მტერი არა ვარ. მე თუ განსხვავებული აზრი მაქვს, ყველა ადამიანი ხელისუფლების მტერია, ვისაც ძალადობრივი დამხობით სულს ხელისუფლების შეცვლა. ყველა ის ადამიანი ხელისუფლების და საქართველოს მტერია, ვისაც ვერ განუსხვავებია რა არის შავი და რა არის თეთრი. ნახეთ რა არის შავი და რა არის თეთრი. ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური მიმართულება აბსოლუტურად თეთრია და ვცდილობ ამდენი ხანია აქამდე ძალიან კეთილსინდისიერი ვიყავი. კეთილსინდისიერი ყველა მოქალაქე უნდა იყოს. ეს ჩვენი პირდაპირ ვალდებულებაა. რომელიც 10 წელია საჯარო მოხელე ვარ. საჯარო ინტერესებს ვემსახურები 10 წელია პატიოსნად. კეთილსინდისიერად კანონების დაცვით და უცებ რა მოხდა მეც ის ვირუსი შემეყარა იმ სტუდენტებს რა შეეყარა მაშინ ეპიდემიოლოგები ჩაერთვნენ საქმეში მაშინ რაღაცა გამოგვიკვლიონ იქნება რაღაცა ვირუსი გავრცელდა ჯენზის თაობას დავანებოთ ეხლა თავი ეს ალკე თემა არის ჯენზის თაობას თავის მიმართულება აქვს რაღაცეებში არიან სწორი და რაღაცეებში არასწორი ამიტომ თქვენ რა ვირუსი შეგეყარათ ამაზე მე პასუხს ვერ გაგცევთ მე შემიძლია ის გითხრათ რომ ადამიანი რომელიც დღეს საჯარო მოხელე ბრძანდებით თქვენ წინააღმდეგად მიმდინარე ხელისუფლების მიმდინარე ხელისუფლების წინააღმდეგი რას ნიშნავს არ ვიცი აბა მე ვარ იმ წინააღმდეგი კურსის შეცვლის რომელიც კურსის შეცვლის ეს თქვენ გონიათ ეს კავშირთან დაახლოებით რატომ გონიათ რომ მე მგონია ერთი წამი დამარწმუნეთ მაშინ საქართველოში შედგა დამარწმუნეთ რომ ევროკავშირში მივდივართ საქართველოში დაგარწმუნოთ გიხსნით აი წეგან დავიწყე და არ დამთავრებინეთ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და აცხადებს ჩვენ ვართ ყველა მოქალაქეები საქართველოს აქედან დავიწყოთ და ადამიანი რაღაცას რო ამბობს ჯერ იმის უნარი უნდა გაგვაჩნდეს ყველას რომ მისი ნათქვამიდან აზრი გამოვიტანოთ ეს ხო ძალიან მარტივია ამდენმა ელჩმა და როგორ ყველა ესე იგი რომელმა ელჩმა ყველა რომელი ელჩი და ყოფილმა ელჩებმა ხო ამ განცხადების შემდეგ ამ განცხადების არა მაშინაც ყოფილი ელჩები ელჩი ამერიკის როგორ ყოფილი ელჩი კაცო ყველა გამოვიდა და დავამთავროთ ერთი თემა ძალიან გთხოვთ ელჩებმა აზრი ვერ გამოვიტანეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა აზრი ვერ გამოვიტანეს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა აზრი ვერ გამოვიტანეს თქვენ იმიტომ რომ არასწორად საუბრობთ იმიტომ რომ მე მსგავსი არაფერი არ გამიგია ადამიანი გამოვიდა და თქვა 2028 წლამდე ჩვენ ვიმზადებით ტექნიკურად კონკრეტული გეგმა გვაქვს შესასრულებელი ამისთვის მოვიმზადებით და შემდეგ მოვიმზადებით თუ არა აბსოლუტურად თანახმოვართ ის რომ გავხსნათ მოლაპარაკებები და დავიწყოთ ამაზე მუშაობა ეხლა ამიხსენით რას ნიშნავს კურსის ცვლილება ანუ ადამიანი ამბობს თეთრზე რომ თეთრია და თქვენ ამტკიცებთ თეთრზე შავია ვინმე გამოვიდა ერთი წუთი ვინმე გამოვიდა და თქვა ვინმე გამოვიდა ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რომელი კორუმპირებულები ეხლა რომ დაიჭირეს ამერიკის გუბერნატორი რომ დაიჭირეს სახში 300,000 სხვა რამეს გულისხმობ მხარს გვიჭერდა ევროკავშირიდან 3 კაცი და ამერიკიდან ერთი დაიჭირეს სახში ბოდიში არ მახსოვს სამწუხაროდ კი არა ეგ დავამთავრებთ გადაცემას და ეხლავე განახებთ მე რასაც ვლაპარაკობ წყაროებიდან დაფუძნებულს გეუნებით და მოკლეულს თორე ესე თქვენაირად ზოგადად არ ვსაუბრობ მე იმას ვსაუბრობ ის შემდეგ ჩვენება ჩემი ძლია პირადი მაგალითებით გესაუბრებით და პირადი გამოცდილებებით და იმას რაც ჩვენ ხედავთ უმრავლესობა როგორ შეიძლება ანუ მე თქვენ ვინმე დაგარბიათ ვინ დაგარბიათ და პოლიციამ დამარბია ვიდექით მშვიდობიანად და გაზის კაფსულები გვესროლეს ძალიან მჭიდროდ მდგარ ხალხში ანუ ესე მშვიდობიანად იდექით და მოვიდნენ და დაგარბიეს ძალიან დიდი ბოდიში სიღრმეში ძალიან თუ ვინმე წინ
წინა რიგებში რაღაცას უკანონოს ჩადიოდა ძალიან მარტივად შეუძლია განარიდოს პოლიციებს და თუნდაც არ უნდა გამოიწვიოს პოლიცია საათობის განმავლობაში ცდილობდა ამის განეიტრალებას, მაგრამ თქვენ ეს არ დაგინახიათ. თქვენ ეს არ დაგინახიათ. თქვენ ვის დანახვაც გინდოდათ მარტო ის დაინახეთ. თუ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი როცა გაქცეული ქვეყნიდან და ინტერვიუ ირაკლის შაიშმელაშვილი ძალიან ინფორმატიულია. არ გვინდა ეს ოპოზიციური ერთი წამით, არ გვინდა ოპოზიციური არხებიდან გავრცელებული ცრუ ინფორმაციაზე საუბარი. ახლა კითხვა მოიგეთ თუ შეიძლება კითხვა. მეორე საინტერესო კითხვა დაგვრჩა, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. ქართული სასამართლო. კი ბატონო, აბა გისმენთ ახლა და მე მოგისმენთ და გეტყვით ჩემს სათქმელს. ქართული სასამართლო, რა გითხრათ? აი რა უნდა გითხრათ ქართულმა სასამართლომ? გუშინ 19 წლის ასევე წარმატებული სტუდენტი დააჯარიმა 5000 ლარით. სრულიად შემთხვევით, ხო? რა მოხდა, აბა რატო დააჯარიმა? ყველა თქვენ კიდე კანონის, არა, კიდე კარგი, სასამართლო, რომლის რატო დააჯარიმეს 5000 ლარი? არის, რომლის მოსამართლებიც ქვეყანაში ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მორალური პასუხისმგებლობის ამბავია. კონკრეტული კითხვებზე პასუხი მჭირდება. ნახეთ, 5000 ლარი დავაჯარიმეთ სამოქალაქო მიმართულების რომელი მუხლით, რა დანაშაულის შედეგად, ანუ ხო და გაჩნდა კითხვა. ვაიმე, რომელი სადღა მუხლი? მუხლი არ არსებობს. აღარ გვაქვს კანონი აღარ გვაქვს, კონსტიტუცია აღარ გვაქვს. არამოქმედებულ მუხლს კანონში შეიტანეს ცვლილება, რომელსაც ესე იგი სტრატეგიული მნიშვნელობის მაგისტრალის სტატუსი მიანიჭეს იქ თბილისი-მოლთან გზას, რომელი კანონიც უნდა ამოქმედდეს 15 თებერვლიდან 2 თებერვალს გაიმართა აქცია და არამოქმედებული მუხლით ასამართლებენ ადამიანებს, როცა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით უკუქმედების ძალა კანონს არ აქვს, უკუქმედების ძალა. გაგცემთ პასუხს, არ არსებობს სამართალი. მაგაზე პასუხს გაგცემთ. იურისტებს პასუხი არ აქვს. მაგაზე გაგცემთ პასუხს. თქვენ თუ გაგცემთ პასუხს. თქვენ ერთი რამე ამოქმედებული მუხლის გამო 15 თებერვალს რომ უნდა ამოქმედდეს და 2 თებერვალს ასამართლებს. გაგცემთ პასუხს. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ის და ყოველთვის გავიწყდებათ, რომ ამ ეტაპზე, სადაც მიმდინარეობს აქციები ჩვენს დედაქალაქში, აქ ადამიანები ცხოვრობენ, სხვათა შორის და გამომდინარე იქიდან, რომ აქციებში მონაწილე ადამიანთა კონკრეტული რაოდენობა, ეს არ აქვს მნიშვნელობა 5000 იქნება 3000, 1000 კაცი თუ 10000 კაცი, ისე უნდა გავაკეთოთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვართ რაღაც თანამოქალაქეები, ხო, ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ყველას ერთი მიმართულება ვერ გვექნება, ვერც ყველას ერთი პოლიტიკური შეხედულება ვერ გვექნება და თქვენ რას აკეთებთ და რისი გამოხატვა გინდათ, იცი ამ ყველაფრით, რომ ესე იგი, თქვენი კომფორტის საფუძველზე სხვისი დისკომფორტი ჩვეულებრივი მოსული ამბავია, ანუ თქვენ რას ამბობთ იმას, რომ რაც არ შეიძლება კანონით და იკრძალება ეს და არ უნდა შეიძლებოდეს და თქვენ გინდათ, რომ რაღაცა 5-10000 ადამიანმა შეზღუდოს მილიონ ახეროვნულად და ისეთ კანონებს შევთანხმდით. თქვენ თუ გინდათ, რომ 10000 კაცის კონკრეტულმა პრინციპებმა და პოლიტიკური გემოვნების შეხედულების რაღაცა მიმართულებამ 1.400.000 კაცის დისკომფორტი შექმნას, აი ეს აზრი მე ვერ გავიგე იცით? ლევან, იცით რა, რა არის პატივისცემა? ჩვენ ვართ ორივე საქართველოს მოქალაქე, ხო? ვართ საქართველოს მოქალაქე. თქვენი უფლება თუ ირღვევა, ჩემი უფლებაც რაღაცით დაცული ხომ და იყოს. თქვენ ასეთი კარგი სიტყვა არსებობს სოლიდარობა. ეს სოლიდარობა, წეგან ამოვიღე ეს კითხვა რა და სოლიდარობა. რომელ სოლიდარობაზე? არა, ერთს გეტყვით, სოლიდარობაზე გიპასუხებთ და გავჩუმდები და გისმენთ, რომელ სოლიდარობაზეა საუბარი? ოპოზიციაში არსებული გაერთიანებული დიდი კომპანიები დღეს და ბიზნესები, რომელიც შემოგიერთნენ და სოლიდარობა გაგიწიეს, ანუ იმდენად სასაცილოა ახლა ჩემგან და არასერიოზული ამ თემაზე რომ მიწევს საუბარი, კონკრეტული კომპანიები, რომლებიც პირდაპირ ვიცით რომ ოპოზიციის მომხრე კომპანიები არიან, ამდენი თვიანი საპროტესტო აქციების შედეგად ბოლოს რა გააკეთეს, მივიდნენ ერთ დასკვნამდე, რომ ერთი კონკრეტულ თარიღში, ერთ დღეს
გამოხატულებით გამოხატეს თავისი პროტესტი და შეაჩერეს მუშაობა დღის 15 საათიდან 18 საათამდე. ხალხო 3 საათით შეზღუდეს სამუშაო დრო და ამით გამოხატეს მხარდაჭერა. თქვენ ამ სოლიდარობაზე გაქვთ საუბარი? სამოქალაქო სოლიდარობაზე. თქვენ ამ სოლიდარობაზე საუბრობთ? სამოქალაქო სოლიდარობაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე. და დავამთავრებ და გისმენთ, ადამიანები, რომლებიც ზიან თქვენაირად თუ სხვანაირად სამსახურებში 6 საათზე ამთავრებენ, 6 საათიდან მერე მიდიან საპროტესტო აქციებს და სხვას აბულინგებენ და მოუწოდებენ, რომ იცით რა არისო, თქვენ რომ მუშაობთო, დატოვეთ სამსახურებიო, რა არის მიდგომა თქვენი, დავასრულებ. დატოვეთ სამსახურებიო, მოდით და დადექით აქო და იმას, რომ ოჯახი ყავს, იმას, რომ ეკონომიკურად უნდა ელემენტარული შვილები რო ყავს და ბევრი რამე, ანუ თქვენ ისეთ რაღაცებს მოუწოდებთ ადამიანებს, რომელსაც თქვენ თვითონ არ აკეთებთ და მითხარით ან რა სამართალია ესეთი, ან რა სოლიდარობა ამიხსენით, იქნებ გავიგო. ეხლა ვეკეთოთ. ლევან, დაუშვათ თქვენ შეგაწუხათ რამე პრობლემა. დაუშვათ. წარმოიდგინეთ ესეთი მოცემულობა, რომ რაღაცა გაქვთ გასაპროტესტო. რაღაცა, რაღაცა, თქვენთვის კრიტიკულად სასიცოცხლო რაღაცას აპროტესტებთ. როგორ, ანუ გინდათ, რომ გააგებინოთ რა, თქვენი ხმა, ხელისუფალი იქნება თუ ვიღაცა, ანუ აპროტესტებთ, უსამართლობას გადაეყარათ. მშვიდობიანი პროტესტით, მე ამ ჩემ პროტესტს გამოხვედით და გახართ მშვიდობიანი პროტესტით. ერთი დღე არ გამოვიდა ხელისუფლება არ გესმენთ. არ გისმენთ. ჩვენი ხელისუფლება ჩვენ საზოგადოებას ყოველთვის უსმენს. ნახეთ რა კარგი კითხვა. შეხედეთ ზაფხულში შუქრუთიდან იყვნენ ჩამოსული ადამიანები, გაუბედურებული. უყურეთ ხელისუფლება არ. კარგი. მე ხო გეუბნებით რომ წარმოიდგინეთ ეს ხელისუფლება არ არის ამ კითხვასთან თქვენ ჩემ პასუხს არის არა მე თქვენი პასუხი მოვისმინე უკვე გასაგებად მაგრამ თქვენ მიყვებით ახლა ახალი ისტორიას რომელიც ერთეული არ მოგისმენია ბევრი კითხვა და ერთეული ისტორიები არ გინდათ რომ გაიგოთ არა ერთეული ისტორიები არ ნიშნავს სამართალს ერთიც არც გინდათ რომ ჩაწოდეთ მე რას გეკითხება როცა ადამიანი რაღაცას აპროტესტებთ და ვერ აგებინებთ ანუ არ გისმენთ უყურეთ იგნორი არის ძალადობის ყველაზე ძლიერი ფორმა ეს ფსიქოლოგები ამას ამბობენ კვლევებით დადასტურებულია რომ იგნორი ძალადობის ყველაზე ძლიერი ფორმა როცა ხელისუფლება გაიგნორებს შენ რაც არ უნდა გინდა ხორმიცეკვე გინდა ესე საუბარი რაზე ხელისუფლება რომ გაიგნორებს და არა არავინ არავის არ აიგნორებს თქვენ რაზე გაქვთ ანუ ეს ადამიანები ამდენი დღე დაფინანსებული ევროპა და ამერიკისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის მე ვარ დაფინანსებული იცით რა ხელფასები მუშაობ მე თქვენთვის არ იცით საჯარო მოხელის ხელფასი რამდენია აი თქვენი აზრით საჯარო მოხელის ხელფასი რამდენია ნუ საშუალო ხელფასია აი მითხარით რა თქვენი აზრით მე რამდენი მაქვს ხელფასი 800-დან 1500 ლარამდე მერყეობს საჯარო მოხელის დაახლოებითი ხელფასი გააჩნია პოზიციასაც და ეს ხელფასი თქვენ როგორ მიგაჩნიათ აყვავებული ეკონომიკის პირობებში აყვავებული თქვენ კეთილდღეობაზე ნაზრუნი რო არის და სახელმწიფო პოლიტიკას თუ ადევნებთ თვალს და თუ იცით ხელფასების რაოდენობა როგორ იზრდება ხოლმე მაცნე არის ესეთი საკანონმდებლო და შედით მაცნეზე შედით და ნახეთ წლების მიხედვით ხელფასები როგორ გაიზარდა თუნდაც მე ყველაფერი წლების მიხედვით არის საშტატო ნუსხები არ გაქვს რა ზღვარია ხელმძღვანელობსა და წლების მიხედვით როგორ რამხელა ოფსკრულია და რა სხვაობაა ხელფასებს შორის მესმის რასაც გულისხმობთ ამისთვის არის საჭირო მყარი თქვენ გინდათ თქვათ რომ მე ესე იგი რანუ რა ძალიან ბევრი ადამიანი არის დაფინანსებული ძალიან ბევრია მე პირადად ვიცნობ ძალიან ბევრი ადამიანი გეუბნებით რომ ბევრი ადამიანი გულწრფელად დგავართ იქ ჩვენი ყაფიოთ ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს და ჩვენ დიდი შეურაცხყოფა ანუ ესე იგი რაც პეტრე მითხრა პავლეზე უფრო მეტი გავიგებთ ანუ თქვენ რადგან ყველაფერს ფულთან აკავშირებთ ესე იგი თქვენი დევიზი ის არის რომ თუ ვინმე გადაგიხდით რამეს იზავთ ანუ რა საცადმე გაიგეთ ფულთან ვაკავშირებ აბა ეხლა მადეთ ანუ ეს ადამიანები იქ დგანან იმატონ რომ უხდიან
ძალიან ბევრი. პირადად ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც არასამთავრობოს მიერ არიან დაფინანსებული. ძალიან მარტივად შედით ნანუკას ფონდში და ნახეთ რამხელა სია აქვს გაკეთებული ოფიციალურად. ოფიციალურად სია აქვს ადამიანს გამოქვეყნებული, ხა ტელეფონი არ მაქვს თორე განახებდით. სტუდენტებს როგორ უხდის ბინის გადასახადს, როგორ უხდის ამას, ერთი რომელი სტუდენტებს თუ ბინის გადასახადს აქამდე სად იყო ფონდი რამდენი ხანი არსებობდა ნანუკას ხომ მიმართულებას აკეთებდა და სტუდენტები რა მდგომარეობაში არიან და როგორ უწევთ ცხოვრება საერთო საცხოვრებელი არ არსებობს ევოლუშენში გაფიცვა მიმდინარეობდა მთელი ზაფხული ხელისუფლება დაინტერესდა სტუდენტების რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფი არსებობს რამდენი სტუდენტებმა ჯერ საცხოვრებელი არ აქვს აი ამდენი სოციალური პრობლემების გადაჭრა უწევთ სწავლა უწევთ მუშაობა უწევთ ღირსეული პირობები არ აქვს ადვილია მათთვის ქართული ოცნება 12 წლის და წლის წინ და დღეს ქართული ოცნება 12 წლის წინ იყო ესეთი იძინა სანამ გააგრძელებთ კიდევ მინდა გახსოვოთ რა ერთმანეთს ვაცადოთ მაგისტრის ვარ მოსულები უბრალოდ ცუდია ხო ლევან იცით რა ძალიან ვერ ანუ იცით რა არის გულწრფე იცით რა არის თქვენ აი იცით ძალიან რაღაცნაირად ხართ აი არ გინდათ რომ დაინახოთ ყველა მტერს ხედავთ მე მტერი არ არის 2012 წლიდან ქართული ოცნების მომხრე ვარ მოქმედი დღეს მომაწერინეს ხელი სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების დოკუმენტს აგერმიდებს ჩანთაში კარგი უხნიათ ხო ნუ როგორ უნდა როგორ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე რომ რაღაცის მოწინააღმდეგე გიხართ მაგრამ რაღაცას აბიჯებთ იმიტომ რომ რაღაცებს უყურებთ და რაღაცის გულწრფელი ამდენი ადამიანი როცა რომელი ამდენი ადამიანი რომელი ქალბატონო ჩემი კოლეგები ძალიან ბევრი საპროტესტო აქციებზე დგახართ 10000 ადამიანი 10000 ადამიანის უკან ვართ მილიონობით ადამიანი მოდი გამოდით არ გინდათ თქვენ თვითონ წამოხვიდეთ მოდი შევთანხმდით რომ მოდი თქვენ ერთად წავიდეთ აი თავაზობთ რომ ჩემი ნახევარი სამეგობრო დგას იქ ძალიან კარგად ანუ ნახევარი სამეგობრო დგას ესე იგი ყველაფერი ვიცი ძალიან კარგად რა თქმა უნდა ანუ ისინი გასაძევებლები არიან, მოსაშორებლები არიან? მე ეგ არ მithქვამს, ნახეთ, ერთი რამე უნდა გავითავისოთ. ადამიანი, როდესაც პროტესტს გამოხატავ, ეს პროტესტი უნდა იყოს რაღაც კონკრეტულ ჩარჩოებში და ფარგლებში. ეს არ უნდა იყოს კანონსაწინააღმდეგო და აქ უკვე არის ყველაფერი კანონსაწინააღმდეგო. ესე იგი, ვისაც ნახავთ განსხვავებული აზრი აქვს, ყველას აბულინგებთ, ვისაც ნახავთ განსხვავებული აზრი აქვს. მე რატომ ელაპარაკებ? არა, მე თქვენ ელაპარაკებ, თქვენ გახართ. არავის მე არ ვაბულინგებ. თქვენ რას მიყვებით, სულ სხვა რაღაცებს მიყვებით. მე არავის ვაბულინგებ. მე ვარ მშვიდობიანი ადამიანი. ცხოვრობ ამ ქვეყანაში და მინდა რომ ამ ქვეყანაში ვიცხოვრო და არ დამბრალდეს ისეთი რაღაცები, რასაც თქვენ მაბრალდებთ ამ ქვეყნის მტრობას. ეს ძალიან მძიმე დაბრალება. ეს ძალიან მძიმე ძალიან მძიმე. თქვენ აი მომეცით პირობა რომ ერთად გავიდეთ მაგალითად დღევანდელ აქციაზე და თუ გინდათ გავესაუბროთ იქ მყოფ ადამიანებს და პიროვნულად აი გავიდეთ აი დამთანხმდით რომ წავიდეთ ერთად აქედან. მოდი ხარ? კარგი, აჰა, ბურთი თქვენ თუ როგორც არის. გავესაუბრებით. ერთად მივდივართ აქციაზე 1 2 3 4 მოწმე ყავს. გავესაუბრებით ადამიანებს და აქციაზე მივდივართ აქედან, მე და ლევანი აქციაზე მივდივართ. იქ მაინც შევთანხმდებით აქციაზე და მე მგონი იქ მაინც იქნება ელემენტარულად იმის აზრი რომ კი და რამდენი კანონსაწინააღმდეგო ქმედებაც იქნება მე გაგახარებს ღმერთს არა მე ამას ერთად შევხედავთ და ვიტყვით რომ ეს ნამდვილად არსებობს თითო ბურთი მიგვაქვს ასე ხო შეიძლება ეს დავამთავროთ იმედია ისა რა ქვია არ დაგვიჭერენ და ცივი რაღაც არ ჩაგვს არა ესე არ ხდება და ნუ ამბობთ ეგრე არ შეიძლება იმიტომ რომ მთლად ეგრეც არ არის ლევან სამსახურიდან რომ გამაგდონ თქვენ ამას მიესალმებით ხო არა სამსახურიდან რომ გაგიშვან ნახეთ აქ ბევრი ბანო არა ბექგრაუნდია ესეთი ქართული ზღაპარი არსებობს მუჭა ნახევარა ესეთი ზღაპარი არსებობს თუ იცით თქვენ თუ კარგი თანამშრომელი ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი ხართ თქვენ აქამდე პრობლემა არ შემქნია და შეფასების სისტემატი კი მაშინ დამიჯერეთ რომ ამდენი წელი არავის არ გაუშვიხართ თქვენი პოლიტიკური შეხედულებების გამო და არც ახლა არავინ არ გაგიშვებთ. კი, იმიტომ რომ ამდენი წელი ხო ხედავთ არავის არ გაუშვიხართ, ვინმე შეგეხოთ ზედმეტად.
ქართული ოცნება ერთადერთი ხელისუფლებაა საქართველოს ისტორიაში, ვინც ყველაზე ლოიალურია ყველანაირი დამოკიდებულების მიმართ და ჩემი კოლეგები რო გაუშვეს უკვე ძალიან შეიძლება რაღაც სხვა პრობლემა ქონდათ, ვერ ასრულებდნენ თავის დავალებულ საქმიანობას. ჩვენ ხო არ ვიცით, აი მომეცით კონკრეტული кейსი და შევისწავლეთ. აუცილებლად გადაცემით. ეს დამიმთავრეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული ოცნება 12 წლის წინ და დღეს. ქართული ოცნება 12 წლის წინ მოვიდა ძალიან კარგი დაპირებებით. იცით როგორი დაპირებებით? აი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, რა თქმა უნდა და პირველი ვიყავი, ვინც ქართული ოცნების მაისური ჩაიცვა, არათუ 1 ოქტომბრის შემდეგ, არამედ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება, როცა გააკეთა 7 ოქტომბერი იყო 2011 წლის. თქვენსაც იყავით მაგ დროს. ვიცი ახლა მე თქვა, რას აკეთებდი 2012 წელს? მე რას აკეთებდი და მეც ვიდექი იქ, სადაც სრულიად საქართველოს მოსახლეობა. შემდეგ დაფუძნდა მოძრაობა, სანამ პარტია დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება 2011 წლის 11 დეკემბერს. და დაიწყო ფუნქციონირება ამ საზოგადოებამ, სადაც შეიქმნა თემატური ჯგუფები, 15-მდე თემატური ჯგუფი იყო, ერთ-ერთი თემატური ჯგუფის წევრი მეც ვიყავი, კულტურის ენის და განათლების თემატური ჯგუფის, სადაც მუშაობდით კულტურის პოლიტიკაზე, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, მათ შორის ლანა ღოღობერიძე, რომელზეც ვგიჟდები და ძალიან მიყვარს და რომლის პოზიციაც ახლა ჩემთვის ძალიან ისეთი ძალიან მნიშვნელოვანია და გეცოდინებათ მისი პოზიცია აუცილებლად. მაშინ იყო ნაირა გელაშვილი იმ ქართული ოცნების საზოგადოების დამფუძნებელ ყრილობაზე 2011 წლის 11 დეკემბერს პირველი სიტყვით გამოვიდა ნაირა გელაშვილი, რომელიც ახლა გეცოდინებათ რა პოზიციაზეა და რა წერილი გამოაქვეყნა და მეგონი დასკვნების და ანალიზის ხო, ანუ 2012 წელს მე ამ ადამიანებთან ერთად ვიყავი და დღესაც ამ ადამიანებთან ერთად ვიყავ და მინდა გირჩიოთ ლანა ღოღობერიძის საოცარი წიგნი დაწერა პანდემიის დროს ვისთვის გალობს შაშვი. საოცარი წიგნია და აქედან რო გავალთ აქციაზე ბიბლში შევიდით, გიყიდით და მე გაჩუღებთ იმ წიგნს. მე გაჩუქებთ მაგ წიგნს. ეხლა მე გეტყვით, ქართული ოცნება 12 წელს უკან და დღეს. ქართული ოცნება 12 წელს უკან რომ მოვიდა, ნამდვილად ძალიან ბევრი დაპირებით და ძალიან ბევრი სიახლეებით მოვიდა. იმაზე ხო არ ვდაობთ, რომ ქართული ოცნება 12 წელს უკან ნამდვილად უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში, ამაზე არავინ არ ვდაობთ. კიდევ კარგი რა რაღაცაზე მე და თქვენ შევთანხმდით. ამ გადმოსახედიდან უფრო აქვე შევთანხმდით, რომ ერთმანეთს ბოლომდე დავაცდებით საუბარს. კი ბატონო. ესე იგი, ქართული ოცნების და ხელისუფლების პერიოდში 2012 წლიდან დღემდე ნახეთ რამდენი მნიშვნელოვანი რაღაცები მოხდა. 2018 წელს ჩვენ შევძელით და ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, რაც დღეს 14-ში, 18-ში შევიდა უკვე ძალაში. არა, 14-დან შევიდა. 18-დან შევიდა ძალაში. 18 წლიდან შევიდა ძალაში. ნიშნავს ეს იმას, რომ აბსოლუტურად საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ევროპის მიმართულებით უვიზო მიმოსვლა. ეს მოხდა ჯერჯერობით და ეს იქნება მუდამ. ეს მოხდა, ესაც კონკრეტული დემაგოგია და გირჩევთ, რომ ამ დემაგოგიას არ აყვეთ, იმიტომ რომ ეს არის ესაც კონკრეტული მიმართულება და ამიტომ ნუ ამბობთ იმას, რაც რეალურად არ იქნება. მე მხოლოდ გამიხარდება. კი ბატონო, გაგიხარდებათ კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა დროის მერე შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს და მე კიდევ ბევრ რამეს განვიხილავთ. ამ ხელისუფლების დროს მოხდა მართლაც მნიშვნელოვანი რაღაც გააკეთა ამ ხელისუფლებამ, ძალიან სასიკეთო რაღაც გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ევროპის მიმართულებით უვიზო მიმოსვლა, იმიტომ რომ მე 2009 წლიდან აქტიურად დავდივარ სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ევროპის მიმართულებით, ასევე დიდი ბრიტანეთი, ამერიკა და აზიის მიმართულებით და ეს ყველამ ხო ვიცით, რამხელა სირთულეს წარმოაჩენდა ჩვენთვის ეს სავიზო პროცედურები, რამხელა თანხებთან იყო დაკავშირებული, დროსთან, ნერვებთან და ასე შემდეგ. ეს პირველი რაც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გაკეთდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოდი ვთქვათ, რა გაკეთდა 2022 წელს და რას მოვაწერეთ ხელი.
ორი ესეთი მნიშვნელოვანი, მაგალითად რომ გამოდიხართ და რომ ამბობთ რომ ჩვენ ევროპაში აღარ მიგვიღებენ, ევროპის წევრი ქვეყანა ვერ გავხდებით და ასე შემდეგ, რომელიც ამას უკან რა ედგა, რა მოყვა, რის საფუძველზე მივედით აქამდე, რატო არ მოგცეს ერთი წლით ადრე, რატო მოგცეს მე 2022-ში, 2022-ის დეკემბერზე მაქვს საუბარი და ასე შემდეგ და თქვენ რომ ამბობთ იმას, რომ ჯერ ყველაფერს თავი დავანებოთ, რომ ამბობთ იმას, რომ რა გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, კი, ჩვენ ხელისუფლებას ბევრი შეცდომა ქონდა. შეუცდომელი თვითონ არავინ არ არის ამ ქვეყნად, არც ერთი ქვეყნის ხელისუფლება, არც ერთი ადამიანი, ვინც კი ვარსებობთ მთლიანად მასშტაბით, არა მარტო საქართველოს მასშტაბებით, და ამიტომ ყველა ადამიანს ეშლება რაღაც, ყველა ხელისუფლებას ეშლება. კი ბატონო, მე ამაში ყოველთვის დაგეთანხმებით, რომ ამ ხელისუფლებას ბევრი რამე შეეშალა. პირველი რაც შეეშალა ის არის, რომ თავის დროზე არ დასაჯა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მართლა დასასჯელები იყვნენ, თორე დღეს ეს ქაოსი არ იქნებოდა ქვეყანაში და მეორე ყველაზე დიდი რაც ჩვენ ხელისუფლებას შეეშალა და რის გამოც შეეშალა, რომ აი ეს მიმდინარე კანონს არ შევხედავთ და ძალიან საინტერესოა ეს კანონი და ძალიან მოვისმენდი თქვენს აზრს კანონთან დაკავშირებით. მიმდინარე პროცესებმა ამ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს ჩვენს ქვეყანაში, ამან რა გამოიწვია და სადამდე მიგვიყვანა ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთთან რა დაპირისპირებაში, რა ბულინგში და რა უბედურებაში დღეს ჩვენ ვართ, აი ამაში ვადანაშაულებ, რომ თავის დროზე ამისთვის ყურადღება რომ მიექცია უფრო სხვა მიმართულებით, უფრო მკაცრი კანონები რო ყოფილიყო, დღეს არ ვიქნებოდით ამ მდგომარეობაში და ჩვენ ამაზე კი არ ვიმსჯელებდით დღეს რაზეც ვიმსჯელობთ, ჩვენ ვიმსჯელებდით როგორ უნდა გავხადოთ საქართველოს უკეთესი და რა შეიძლება და ახალი დაგვენერგა ამ ქვეყანაში, რომ უფრო მეტი კეთილდღეობა ყოფილიყო ისევ ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის ქართული ოცნება, რომ მოვიდა ძალიან კარგად მოვიდა, ქონდა ბევრი შეცდომები, მაგრამ ისტორიაში ამ ქართულმა უცნებამ, ამ ხელისუფლებამ ისეთი მნიშვნელოვანი ორი ნაბიჯი გადადგა, რომელიც ჯერ ისტორიაში არავის არ გადაუდგამს და ეს უბრალოდ უნდა დაუფასოთ ადამიანებმა იმის მიუხედავად, რა პოზიციაზე ვართ და რა პოლიტიკური გემოვნება გაგვაჩნია. მაგიტომ ვუჭერდი მხარს და მაგ ნაბიჯების შეჩერების გამო ვარ კრიტიკულ პოზიციაზე. უსაფრთხოება თუ თავისუფლება? უსაფრთხოება თუ თავისუფლება. ნახეთ, ჩემთვის ორაზროვანია და ცოტა სხვანაირად დავსვავდი მაგ კითხვას. თავისუფლება არის თავისუფლება. თავისუფლება არის ადამიანის შინაგანი კომფორტი და კონკრეტული დამოკიდებულება. მაგალითად, ძალიან ხშირად მომყავს და მეც მყავს შვილები და აბსოლუტურად ჯენზის ჯგუფს წარმოვადგენენ და სულ მიკვირს ხოლმე იმას, რომ რატომ ხდება ესე, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ ჯენზის თაობას ყავს კონკრეტული თაობის მშობლები, ხო? და ამიტომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ვართ მშობლებიც, კონკრეტულად არამშობლებიც და რაღაც კონკრეტულ ასაკში ვართ და ძალიან მიკვირს ხოლმე, რომ დღეს მშობელმა რატომ არ უნდა მიაწოდოს კონკრეტული ინფორმაცია შვილს ის, რაც რეალურად არის, ხო? ანუ სწორი ინფორმაციის პრობლემა რო დღეს გაგვაჩნია, მე მგონი ამაზე კამათი არ გვჭირდება, ხო? აქედან გამომდინარე, რას ნიშნავს ბევრად, ბევრამეში ვერ დაგეთანხმებით, ბევრამეში დაგეთანხმებით. რას ნიშნავს თავისუფლება? თავისუფლება რა არის? თავისუფლება გამოხატავს ინდივიდუალურად სხვადასხვა მიმართულებას და ვის როგორ გვესმის, ვისთვის რა არის? თქვენთვის რა არის თავისუფლება? ჩემთვის რა არის თავისუფლება? კითხვა ესეა დასმული, ყურეთ, უსაფრთხოება თუ თავისუფლება? უსაფრთხოება თავისუფლებას მოიცავს. ფრანკლინის გამოთქმა მახსენდება, ვინც უსაფრთხოების გამო მობს თავისუფლებას, ის არც უსაფრთხოების ღირსია და არც თავისუფლების და საბოლოო ჯამში ორივეს კარგავს. ადამიანი როცა ხარ თავისუფალი, უსაფრთხოდაც ხარ, თავისუფლადაც ხარ, ბედნიერიც ხარ და აბსოლუტურად ძალიან კომფორტულადაც ხარ.
ვისთვის რა არის თავისუფლება. თქვენთვის რა არის მაგიტოვე დასაწყისშივე მე აი ამ კითხვას როგორც დასაწყისშივე ვთქვი რომ არასწორი მიმართულებით არის თქვენთვის სწორი რა თავისუფლება არის შინაგანი კომფორტი. შინაგანი კომფორტი ნიშნავს იმას რომ თავისუფლება არ არის რომ მე დღეს შიშველი ქუჩაში გავივლი და მე არავინ არ მეტყვის ეს არ არის თავისუფლება. თავისუფლება არის ჩემი შინაგანი კომფორტი სადაც ცხოვრობ დემოკრატიულ, ჩამოყალიბებულ, გამართულ სახელმწიფოში, სადაც ჩემი უფლებები დაცულია, პრობლემას, როცა შემემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, არსებობს კონკრეტული მიმართულებები, სადაც მივმართავ, არსებობს კონკრეტული უწყებები, სადაც მე დამეხმარებიან, გამიწევენ კონკრეტულ დახმარების ხელს და იმ ადამიანს, ვისაც არ გაუწიეს, არ დაეხმარენ და თავი დაიწვა იმ ადამიანზე რა სიტყვით. ჩვენს ქვეყანაში ყველას დახმარებიან, საუბრობდი გადაცდენებზე. ამაზე ეს 100% აწყობილი და გამართული იყოს ყველაფერი. იცით რა არის? ეს უკვე ჩამონგრევა აი ამ ყველაფერს. ამ ადამიანმა თქვენ არ გინდათ რომ დაინახოთ ეს სიდუხჭი რომ უყურეთ შუქრუთის მაღაროელები ზაფხულში იყვნენ და თუ გაგიგიათ რაც უფრო ღარიბი და გაუნათლებელია ხალხი მით უფრო ადვილია მისი მართვა ასეა ნამდვილად რატო ფიქრობთ რომ ესეა რატო ფიქრობთ იცით რა სიღარიბეში რა უყურეთ იცით რა უკვე თანამედროვე სოფლიოში საერთოდ აღარ არის საჭირო ცხელი ომები და შეიარაღებული ომები ძალიან კარგად აქვთ ათვისებული ჰიბრიდული ომების ტაქტიკა, ბევრი თეორია, გექნებათ გაგონილი რუსეთის ჰიბრიდული ომების პრაქტიკა, გერასიმოვის ჰიბრიდული ომი, რუსეთის რომელშიც თუ გაერკვევით ძალიან ბევრ პარალელს გავავლებთ. ძალიან ბევრ ჰიბრიდული ომი არის ომი საკუთარი ხალხის წინაშე. როცა შეიარაღებული ომი, არა, ეს მე კი ვერ დამეთანხმებით ეს მეცნიერები, არა, რომელი კვლევები მოსყიდული გადახდილი მოსყიდული კი არა, ეს არჩევნების დროს რომ ოპოზიციას ტაქტიკა, რუსეთს დოკუმენტი აქვს გამოცხადებული ეს აუცილებლად განახებთ, თქვენ არ იცით ჰიბრიდული ომი პირველად არა, პირველად არ გავიგე, მაგრამ მე აპელირებ სხვა მიმართულებით და ეგ არაფერში არ არის. ძალიან წარმატებით იყენებენ ამ ყველაფერს ჩვენთანაც ძალიან წარმატებით და რუსეთი ახლა რაც ხდება რუსეთში და რა მდგომარეობაც არის და როგორც მე არ ვარ დაინტერესებული, თქვენ თუ კარგად ხართ დაინტერესებული, თქვენ დაიცოდეთ რა ხდება. დაინტერესებული ვარ, ბევრს ვუსმენ. იცით რა არის? ჩვენთან რა ხდება? სხვაგან არ არის. უყურე ძალიან ცუდი რამე თქვით. თქვენ თუ ესე იგი შენ რატომ უნდა ვიყო დაინტერესებული? იმ ქვეყნით არ ხარ დაინტერესებული, ვისაც 20% აქვს ჩვენი ოკუპირებული, ვინც ჩვენი მტერია და ვინც პრობს ოდითგანვე ისტორიულად და უკაცრავად და ეს უკვე ძალიან როცა რუსეთით როგორ შეიძლება არ იყოს ჩვენი მტერი, როცა კვლევებით ხართ იქ დაინტერესებული. ვარ დაინტერესებული, უსმენ იქაური. ჩვენი ქვეყანა არის რუსეთისგან ოკუპირებული. და დასახსნელი ყავს ჩვენი ტერიტორიები და დევნილები ყავს დასაბრუნებელი და ეს ადამიანი დევნილი იყო ვინც დაიწვა და როგორ არ გაინტერესებთ რუსეთი მაშინ სხვა რამე ვიგულისხმე სხვა რამე თქვენ ძალიან არასწორად ხედავთ უსაფრთხოებას უსაფრთხოებას თქვენ რუსეთის პოლიტიკა არ გაინტერესებთ ჩვენ მიმართ ესე იგი არც მაშინ ვერც პატრიოტიზმზე დადევთ თავს ვერც ქვეყნის ვერც როგორ ესმის შეხედან დავიწყოთ კი პირადი კომფორტი და ის ყოფილა თავისუფლება როცა შენი ტერიტორიების 20% დაპყრობილია მაშინ რა თავისუფლებაზე ვლაპარაკობ თქვენ დაინტერესებული ხართ რუსეთის შიდა პოლიტიკით მე დაინტერესებული არ ვარ იმიტომ რომ მე ჩემი ქვეყნის შიდა პოლიტიკით და კეთილდღეობით ვარ დაინტერესებული ჩემ ქვეყანას ეხა ჩემი ქვეყნის მტერია და ჩემი უსაფრთხოება პირდაპირ დამოკიდებულია იმას უყურე მაშინ ჩვენი ხელისუფლება კარგი მაშინ
თუ არა ხართ დაინტერესებული რუსეთის პოლიტიკით, ომის თემა როგორ ანუ ომი გინდათ, მაშინ როგორ? ვინ გვეომება? მე ჩემგან სად გაიგეთ მე რა მინდა და რა არა, ხელისუფლება როგორ? კარგი რამე მითხარით. ეს უიმე ძალიან ისეთი კარგია. მე რა შუაში ვარო და ეხლა ძალიან კარგია. რაღაცა პოზიტივის ნაპერწკალი დავიჭირე აქ, რომ რუსეთით არ ხართ დაინტერესებული, საერთოდ არ გაინტერესებთ და ამავე დროს პარალელურად ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება, რომ ომის საფრთხე გვაქვს. ანუ საერთოდ არ გქონია ომის საფრთხე და უიმე რა კარგია. ერთი წუთი. მიხარია. მარტო ამ ადგილზე ეს გადაცემა. თქვენ ამას თუ ეხა სერიოზულად მეუნებით ამ ყველაფერს და მეც თუ სერიოზულად უნდა გიპასუხოთ. რატო უნდა გითხრათ ახლა თუ ომ რუსეთის საფრთხე არ არის, ძალიან მაგარია. ჩვენი ხელისუფლება ამბობს ზუსტად იმას, რაც რეალურად არის. უკრაინა რუსეთის ომის შედეგად გარკვეული ქმედებებიდან გამომდინარე, კვლევიდან გამომდინარე, რაც რეალურად ჩვენმა თვალებმა დაინახა, მოისმინა. რეალური ფაქტებიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ საშიშროება იმის, რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები ესეთი საშიშროებაა რუსეთი და არ გაინტერესებთ, ცოტა არ ჯდება ერთმანეთში. მე შიდა პოლიტიკა არ მაინტერესებს, როგორც თქვენ ხართ ჩახედილი და ესე იკვლევთ ყველაფერს, მე ესე არ ვიკვლევთ, თქვენ ეს ვიგულისხმობ, იმიტომ რომ ესე ძალიან რუსეთით არ ვარ დაინტერესებული, იმიტომ რომ არ ვყურობ და არ გიждები და ალბათ მაგიტო არ მაქვს ინტერესი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული კონკრეტული ჯგუფები, რომელიც ფინანსდებოდა, ზუსტად იქით იყვნენ მიდრეკილები, რომ ზუსტად იგივე განმეორებული იყო, რაც განმეორდა უკრაინასა და რუსეთს შორის. ეს იყო მთავარი ამოცანა, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების და ამდენი უმრავლესობის კიდევ კარგი რომ ამდენი ქვეყანაში არსებობს ამდენი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი, რომ არ დაუშვა საზოგადოებას დიდ ნაწილმა, რომ ეს მომხდარიყო, თორე მე ნახავდით რეალურად რა იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში. რა მომხდარიყო, რაც მოხდა უკრაინასა და რუსეთს შორის. რა მოხდა უკრაინასა და რუსეთს შორის? ომი, სიტყვა ომი იცით რას ნიშნავს? ომი. კი, შვილები გყავთ? კი. გყავთ შვილები. მშობლები ხო გყავთ? რა მოხდა? ანუ ომი 2008 წელი გაგახსენოთ რა იყო, როგორ იყო იმის მერე რა. მე გახსენებდით, აგერ არ მაინტერესებსო და ეხლა თქვენ სხვა რამე მითხარით, თქვენ მითხარით, რომ თქვენ რუსეთის შიდა პოლიტიკაში ერკვევით, იქაურ კვლევებში ერკვევით და გაინტერესებთ, მე არ მაინტერესებს. მაინტერესებს ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე. ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე, მაშინ დაგეყოლებინათ, რომ ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე. მოყვარული რუსეთის მოყვარულები არ დაგეყოლებინათ. მოყვარული ადამიანები ზიან და რუსეთის კეთილდღეობითა თუ არაკეთილდღეობით, შიდა პოლიტიკითა თუ მიმდინარე კვლევებით ინტერესდებიან რუსეთუმე მოყვარული ადამიანები და მე არ ვარ მოყვარული. მიხვდით და არც მაინტერესებს არაფერი. მე მაინტერესებს ჩემი ქვეყანა. მე მინდა რომ იყოს სიმშვიდე და მე მინდა რომ იყოს ეკონომიურად ძლიერი სახელმწიფო, მინდა რომ დემოკრატია არსებობდეს და იმიტომ რომ ძალიან არასწორი მიმართულებით მიდიხართ. თქვენი აზრი რომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი და თქვენი უფლებები დაცული რომ უნდა იყოს, ჩემი უფლებები დაცული უნდა იყოს და ყველას უფლება დაცული უნდა იყოს. მე მინდა ესეთი გამართული ჩამოყალიბებული სახელმწიფო. აი ეს მინდა, ეს ინტერესი მაქვს, მე სხვა ინტერესი არ მაქვს, მიხვდით? და ამიტომ თუ ხედავ, რომ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული და კონკრეტული დაფინანსებული ჯგუფები ცდილობენ აი ამ ცუდი რაღაცების კეთებას, როგორ არ უნდა ვიყო ამ ყველაფრის წინააღმდეგ. რომელი კონკრეტული ჯგუფებია, აი კონკრეტიკა მითხარით. ძალიან ბევრჯერ ვახსენე რა. მაგალითად ის აქციაზე რომ დგახართ, ამ აქციას ყავს თავის ორგანიზატორი და ლიდერები. აი მაგალითად სახელი გვარი ორგანიზაციის დასახელი. აი იცით რა არის? უყურეთ საერთოდ პროპაგანდის ესეთი მეთოდია, ძალიან ესე იგი ესეც უკვე ნაკვლევი და ისა. გებელსის გამოიგონე მტერი, ყველაფერი დააბრალე მას და ასე შემდეგ გლობალური ომის პარტია, Deep State, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და კონკრეტულად მითხარით, ვინ, რატომ? ხო, კარგი. თქვენ რო აქციებზე დადიხართ ყოველ დღე? ხო. კონკრეტული ნაწილი ზუსტად ვიცი და ამას ვამბობ ხმამაღლა და გულწრფელად ვამბობ, რომ ზუსტად ვიცი, რომ რაღაც კონკრეტული პატარა ნაწილი მართლაც პატრიოტი ადამიანები არიან, რომლებიც რაღაცა კონკრეტულს ეწინააღმდეგებიან და რაღაცა შეიძლება ვეთანხმებოდი ამ ადამიანებს, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობაზეა საუბარი. მიუხედავად იქ ერთი ადამიანი იდგება თუ 100 ადამიანი იდგება თუ 100,000 ადამიანი იდგმება,
იდგება იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ადამიანის უფლება საქართველოში უნდა იყოს დაცული. ამაზე ახლა 200-ზე არსებობს და მე მგონი ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამიტომ ამ კონკრეტულ აქციებს ყავს კონკრეტული ორგანიზატორები, ანუ ამას მენეჯმენტი ჭირდება. მე გეუბნებით, რომ აქციებს ორგანიზატორი არ აყავს. მაშინ დაგისაბუთებთ, რომ ყავს. დაგისაბუთებთ, კი. და გეტყვით ვინ ყავს პირდაპირ სახელი და გვარებით. და ამ აქციებს ყავთ კონკრეტული ორგანიზატორები და პლუს ორგანიზატორებთან ერთად ყავთ კონკრეტული ესეთი ხელმძღვანელები და ეს ხელმძღვანელები ვინც ამ ყველაფერს მართავს აფინანსებს როგორც ფინანსურად და ტექნიკურად და მენეჯმენტურად ამას უწევს კურირებას ეს ადამიანები არიან ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები რა ვსწრები მე თქვენ ძალიან ბევრი ინფორმაციას ჯგუფი დაიტოვეთ იცი რა თქმა უნდა 200,000 ეს ჯგუფი რას ემსახურება მითხარით საზოგადოების გაერთიანება არის ეს ჯგუფის საზოგადოების წევრების ჩვეულებრივი ადამიანები საქართველოს მოსახლეობა რამდენ ადამიანსგან შედგება ციფრი მითხარით თუ შეიძლება 3,700,000 ვიყავით ბოლო მონაცემები ცოტა ოდნავ მეტი თუ არ ვწდები მეც დაახლოებით ეგ არის კი რამდენი ადამიანი არსებობს ამ ჯგუფში? ჯგუფი არის 300,000-მდე ადამიანს ითვლის. კი ბატონო, აქ ბევრი ჯგუფია სხვადასხვა მომხრეების და რაღაცების, რაც ძალიან ვეცნაუნდები კატეგორიებად ადამიანების დაყოფას და აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს, რომელსაც აქვთ კონკრეტული შეხედულება და ნახეთ თქვენ, აი თქვენ მე ქუჩაში შემხვდით და ნახეთ რომ მე განსხვავებული აზრი მაქვს. თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე მე ადამიანს შესაძლებელი არის თუ არა მომიდგეთ აბსოლუტურად როგორც თანაბარი და პატივისცეთ ჩემს გამოხატულებას. ჩემი ეს თქვენ ამ ჯგუფში ეს გინახიათ რო აქ სამართლიანობა არსებობდეს და ძალიან ბევრი მინახავს. არსებობდეს და როგორ მე თვითონ მარტივი მაგალითები ჩემი თვალით წამიკითხავს რომ განსხვავებული აზრის გამო აბულინგებენ, ლანძღავენ, ბლოკავენ, არ ეძლევენ აზრის გამოთქმის უფლებას. მე პირადად ვარ ის ადამიანი. მე პირადად ვარ ის ადამიანი, ვინც განსხვავებული აზრის გამო იმ ადამიანებისგან მივიღე ბულინგი, აი სოციალური ქსელი ყველასთვის საჯაროა და მე ჩემი საჯარო აქტივობა ეხლა არ დამიწყია და ყოველთვის აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წევრი ვიყავი და ვთვლი რომ მოქალაქე აუცილებლად უნდა იყოს აქტიური და იდიოტი იცით ალბათ სიტყვის განმარტება ძველი საბერძნეთიდან მოდის და განზე მდგომს ნიშნავს რაც იმას ნიშნავს რომ ის ასეთ ადამიანებს უწოდებდნენ იმათ ვინც სამოქალაქის ცხოვრების საქმეში არ ერეოდა ასეთი ადამიანები იწოდებოდნენ იდიოტებად და სრულიად სამართლიანადაც. ამიტომ მე, როდესაც ჩემი პოზიცია გამოვხატე, როდესაც პირველად შემოიტანეს ეს კანონი აგენტების შესახებ. ხო, ისეთი ბულინგი წამოვიდა. აი მე მნიშნავდნენ ზუსტად ხო, აი ძალიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც სამთავრობო არხების ეთერებში ისხედან და ექსპერტობენ, მერიას ნიშნავდნენ რომ ეს აქედან გააგდეთ, ეს ესექენით, ეს ისექენით და მე თქვენ განახებთ ეს პარლამენტარები თუ ამა თუ ძალიან ბევრი ადამიანის თავდასხმის ობიექტი გავხდი მე თვითონ ამ ადამიანებიდან და აი მე თქვენ ისეთებს განახებთ რომ არ ვიცი მე ვარ ეს ადამიანი რომელიც ოცნების მომხრეებისგან რა ვიცი სახელძაგვარს დაგისახელებთ ერთი ცნობილი ადამიანი ალბათ იცით ხათუნა ყოფერიამ ისეთი ლამის ქვეყნის აი ჩემი ლამის დაპატიმრება მოითხოვეს იმიტომ რომ დავწერე 2023 წლის 8 მარტი იყო თუ 7 მარტი რომ ეს კანონი ზუსტად როგორც განვითარდა მოვლენები ხო ისე ვთქვი რომ ჩვენ ეს კანონი კარგს არაფერს არ მოგვიტანს და ჩემი კრიტიკული ამ კანონზე ძალიან ბევრი შემიძლია ამ ერთი წლის თავზე რა დაგვიშავა ამ კანონი უყურე ერთი წლის თავზე კიდე კარგი ეს კანონი აქ ვერ ამოქმედდა და გუშინდელი თუ დღევანდელი ინიციატივა გამოვიდა მდინარაძე იყო მე მგონი თქვა რომ ნუ ეს კანონი არ ამოქმედდა არ დარეგისტრირდნენ ორგანიზაციებიო და ამერიკის ანალოგი გადმოგვაქვს პირდაპირ თქვა ეს
როდესაც ეს კანონი მაგ ძალიან კარგად შესწავლილი ქვეყანა ისეთ პროცესებშია ინგრევა და რყევებია ალბათ ხედავთ და ვერც დაინგრევა იმდენ სიზავს გონიერი სამოქალაქო საზოგადოება რომ ამ პროცესებს გაივლის ჯანსაღად და ძალიან კარგად კანონს რაც შეეხება ლევან უყურეთ მე ეს კანონი ძალიან ბევრჯერ მაგ წაკითხული ყველა რედაქცია მუხლობრივად და შემიძლია ერთად დავსყიდოთ და წავიკითხოთ ერთად და მუხლობრივ განხილვაში შემოვიდე წინადადებით აბზაცით წერტილით მძიმედ უყურეთ რა მოხდა ერთი წლის თავზე რა დაგვიშავა უყურეთ მომისმინეთ ეს კანონი ამ კანონის საიდან მოიტანეს ხო რაღაცა კანონი ერთი წუთი ვიცი ეს ყველაფერი მოკლედ მინდა რა დაშავდა ამით აი ამდენი ამბავი გადავიტანეთ ძალიან ბევრი ორგანიზაცია დაიხურა ძალიან ბევრი ორგანიზაციები რას ეწეოდა აი აქ მინდა მივიდე აი ეს მინდა რომ თქვათ აი ხლა მე გეტყვით უყურეთ თქვენ ვიცით უყურეთ თქვენ ყავთ დემონიზებული თვითონ თქვენ ყავთ დემონიზებული ეს არასამთავრობო სექტორი ესეც პროპაგანდის ნაწილია და აქამდე მიდიოდა ეს საქმე მაგრამ უყურეთ თქვენ ამბობთ იმ აზრს ატარებთ რომ რადგან ვიღაცა რაღაცასი ფულს იღებს ესე იგი იმას რაღაცა ინტერესი აქვს და ცუდი ინტერესი დაამბობს საწინააღმდეგო ინტერესი არ უნდა გაატაროს ინტერესს ატარებს ამას ამბობთ კი ნამდვილად კი ქვეყნის ინტერესებს რო ატარებს შენს ქვეყანაში კურსი კონსტიტუციაში გვიწერია რომ ევროკავშირში ასრულებს კიდევაც რადგან ევროკავშირში მივდივართ ევროკავშირი ზრუნავს იმაზე რომ ჩვენ შევესაბამებოდეთ იმას ხო ამისთვის მას აქვს ორგანიზაციები რომლებიც ჩვენ საზოგადოებას დაახლოებულს გახდის იმ საზოგადოებასთან მაგალითად აი ძალიან თვალსაჩინო რო იყოს თქვათ თქვენთან ჩამოდის ნათესავი ხო სოფლიდან აი რაღაცა რაიონიდან თქვენ ქალაქში ცხოვრობთ მან ჩაბარა სტუდენტია ხო სტუდენტია და საცხოვრებელი არ აქვს და უნდათ რომ აი თქვენთან რა სტუდენტობა აი შეიფაროთ როგორც ხდება ხოლმე ხო და თქვათ ამ თქვენ ნათესავს გაჭირვებულია რაღაცა არ აქვს შესაძლებლობა და რაღაცა ისეთი დაავადებაა რაღაცა ისე ვირუსია თან ტილები ყავს რა არა ვიცი რაღაცა არაჰიგიენურია მაგრამ თქვენ ახლა იმას ფული არ აქვს საშუალება არ აქვს და ყიდულობთ თან წამალს რა აძლევთ რომ ისიც განიკურნოს აი გეტყვით რა შუაშია ხო და ანუ აქ სად არის თქვენი იმის ინტერესია რომ ამას წამალს აძლევთ თუ თქვენი ინტერესია. ანუ იმას რომ თქვენ ფულს მიძევთ, აქ ვის ინტერესი იკვეთება? არა, მართლა გეკითხებით. თქვენ საერთოდ იცით ეს ფინანსები როგორ ნაწილდება, რა ხმარდება? უყურეთ, ვის ინტერესია? იცით ფინანსები როგორ ნაწილდება? არა, მე გეკითხებით, კონკრეტული კითხვა დავით. თქვენ რომ თქვენ ნათესავს ვირუსის წამალი შეუძინეთ. ცუდი შეისმოიტანეთ. ფინანსური ის შედარება გაქვთ არასწორი. თქვენი ინტერესი ის არის რომ თქვენ ოჯახს ვირუსი არ შეეყაროს, ანტილები არ გადაედოს და ისიც მოწესრიგდება ვირუსისგან განიკურნება იმ შედარება გაქვთ არასწორი. ერთად იცხოვრებთ ესეთია ხო? რადგან ჩვენ მივდივართ იმ ევროკავშირში ხო? მოწესრიგებულები უნდა შევიდეთ იმ ევროკავშირში და ის ევროკავშირში იმიტომ გვაძლევს იმ ფულს ჩვენ მოწესრიგდეთ. ანუ იმის ინტერესი ის არის რომ ჩვენ მათ არ შევეყაროთ რაღაცნაირად თუნდაც თუნდაც აი კონკრეტულ მაგალითს ორგანიზაცია რომელიც უყურეთ ახალ ქალაქში ტრენინგებს უტარებდა ანუ ყველის ამოყვანის ანუ ორ ფაქტზე უსაუბროთ მეც კარგად ვიცი რასაც თქვენ ყვებით გაწევრიანება ნიშნავს რომ პროდუქცია უნდა შევიდეს ჩვენი ისინი ხო ცუდ პროდუქციას არ შეიტანენ ამიტომ გვასწავლიან რომ ეს ყველი ესე როგორ ამოვიყვანოთ ჰიგიენურად თაფლი როგორ გავაკეთოთ და გეტყვით როგორ მუშაობს აგიხსნა თქვენ მეუნებით ერთ მხარეს მეორე მხარეზე ინფორმირებულები არ ხართ ეთყობა ნახეთ ეს მუშაობს ესე დაფინანსება შემოვიდა მაგალითად 1 ლარი ამ 1 ლარიდან 20% ხმარდება კონკრეტულ საკითხებს, დანარჩენი 80% ხმარდება იმას, რასაც არ უნდა ხმარდებოდეს. აქ ამაზეა პრობლემა. თქვენ ვერ მიხვდით რაზეა პრობლემა? არა, თქვენ პირდაპირ დემონიზებას უკეთებთ, რომ ეს არასა აგენტები, ავნესაკეთები, ნებისმიერ სამთავრობო გვერდზე რო შეხვიდეთ, პარლამენტის გვერდზე, მთავრობის გვერდზე, საგარეო ყველა გვერდი არის USAID-ის მიერ გაკეთებული, ზედაპირული. იცით რა არის? მოდი მე მზადა ვარ თქვენთან ერთად დეტალურად ვნახოთ ყველაფერი. პოლიტიკის გავლენა ბიზნესსა და პირიქით.
კრიტიკული აზროვნებაც უნდა გქონდეთ რაღაცა. აი კრიტიკული აზროვნება მაქვს ძალიან. არა, თქვენ მაგით სოლიდარობა უნდა გქონდეთ. თქვენ მაგით ნუ განაწყენდებით, რომ მე ახლა რაღაც გარკვეული თქვენ აზრზე არ ვარ, ეგ სოლიდარობა მაქვს უდიდეს. ნახეთ, ადამიანი რომელიც ვარ უსარგებლო ახლა. ანუ ადამიანი რომელიც შეგვიყანას წირავს, ადამიანი რომელიც შენი ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქციელებს ჩადის, იმ ადამიანს ვერასდროს ვერ დავინდობ. მაგაზე მუხლია. გადაივსო ციხეები, რაღაცა დაუმტკიცო კაცო, ამდენი პროცესი მიმდინარეობს, ყველას კანონი აქვს დარღვეული. რომელი სტუდენტები და ლექტორები? ამო განახებთ. ზია სტუდენტია თუ ლექტორი? მედიის წარმომადგენელი და დადის და პოლიციელის ცემა არ შეუულია არც ერთ ნორმალურ ადამიანს. როგორ შეიძლება რაც არ უნდა ადამიანმა ნახეთ, ქალბატონოა, თქვენ რაც არ უნდა შეურაცხყოფა მომაყენოთ, მე რაც არ უნდა დამიშაოთ, მე არასდროს კანონსაწინააღმდეგობას მე თქვენ წინაშე არ ჩავიდეთ. ნახეთ განსხვავება რა არის თქვენსა და ჩემს ლოგიკას შორის. თქვენ მე რაც არ უნდა იმ ადამიანს 4 წელი ციხისთვის იმ ადამიანზე არ ვლაპარაკობ. მე გეუბნები დაპატიმრებული ადამიანების ჯამური რაოდენობიდან გამომდინარე კი შეიძლება 1-2 кейსი გადაცდომაში იყოს, არ გამოიცხავ, მაგრამ უმრავლესობას მართლაც კანონი აქვს დარღვეული და რამდენი ადამიანი გაანთავისუფლეს, ხო გაანთავისუფლეს, რატო გაანთავისუფლეს? ანუ მათმა დაამტკიცეს ის თავის მსუბუქი დანაშაული, რის შედეგადაც განთავისუფლდნენ ადამიანები და ვისაც მსუბუქი დანაშაული აქვს, განთავისუფლებიან, ვისაც მძიმე დანაშაული აქვს ჩადებული ქვეყნის წინაშე, ისინი აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ანდრო ჭეჭენაძე უნდა დაისაჯოს. მე არ ვიცი ხა თქვენ რაზე საუბრობთ. კარგი, ამას დეტალურად მოგიყვებით კიდე აქციაზე რა დანაშაული აქვს ამ ადამიანს, რა ჩაიდინა, ვინმეს მიაყენა რამე, ანუ არ ვიცი ხა თქვენ ისეთ რაღაცას მეუბნებით, რომ მე უნდა მქონდეს ამაზე ინფორმაცია რომ გესაუბროთ. უნდა მქონდეს. ნახეთ, ჩვენი და თქვენი არსი, თქვენი და ჩემი არსი ამ ყველაფრის არის ის, რომ თქვენ მე ჩემი აზრიდან გამომდინარე და ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, რაც არ უნდა გამიკეთოთ, რაც არ უნდა მითხრათ, მე არასდროს თქვენ შეურაცხყოფას არ მოგაყენებთ და მე მგონი თქვენც ეგრე ფიქრობთ, რომ თქვენ არასდროს არ მოხართ და ხელს არ დამარტყავთ. და დაწყებული და დამთავრებული იქ საპროტესტო აქციებზე რაც ხდება და დღეს რომ ახალი ტრენდია რაღაც ეს რაღაცა ინტერნეტ რაღაც ცნობილობა თუ ტრენდობა და ახალი სცენია და ამაში მკურნალობა ძალიან ბევრს ჭირდება, წეგან ახსენეთ რომ ფსიქიატრები გჭირდებოდა, ფსიქიატრები ნამდვილად გჭირდება, იმიტომ რომ ერთი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ვერ ნახე, ვინც ნორმალურად აყალიბებდეს აზრს, რატო დგავარ და რას ვაპროტესტებ. გარდა ერთისა, რომ არჩევნები უნდა შეიცვალოს. არჩევნები აი დღეს იქნება ეგ დღე. ახალი არჩევნები ვერ ჩატარდება. ახალი არჩევნები ვერ ჩატარდება, იმიტომ რომ ეს არჩევნები ჩატარებული არის აბსოლუტურად იმ დონეზე, როგორც არასდროს არ ჩატარებულა ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად გამჭირვალე არჩევნები ჩატარდა და ამ არჩევნებით ქართველმა ხალხმა თავის არჩევანი დააფიქსირა. ეხლა იქ რაღაცა დემაგოგიური ამბები და ეს მოხდა და ის მოხდა და ჩვენ 10 კაცს არ მოგვეწონა და არჩევნების ჩატარება ახლიდან გვინდა, ეს არის უკვე არასერიოზული. ამაზე მოდი დრო არ დავკარგოთ და აი ახალი კითხვა და გადავიდეთ. პოლიტიკის გავლენა ბიზნესზე და პირიქით. კი ბატონო. გისმენთ. იცით რა არის ბიზნესი, ახლა რაც მახსენდება, არის ესეთი პლატფორმა გიორგი ჩუგოშვილი, რომელმაც გააერთიანა ეს 300-მდე ბიზნესი, გეცოდინებათ ალბათ სტარტაპერი, რომ 3 საათით რომ დაიკეტა. არა, 3 საათით არა, ხო, ძალიან ბევრი ბიზნესია, რომელიც აფიქსირებს აზრს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და მე ახლა შორს ვარ ბიზნესისგან და არ ვიცი, მაგრამ რადგან ვადევნებ თვალს პოლიტიკურ პროცესებს, ვიცი რომ ბიზნესი შფოთავს. კი ბატონო. და კავშირშია, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის პოლიტიკა. მე ძალიან ახლოს ვარ ბიზნესთან და გეტყვით აქვე ძალიან გულახდილად და ძალიან სწორედ და ჩემნაირად ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს. წინა ხელისუფლების დროს მე ნაკლებს ვისაუბრებ, ახლა წინა ხელისუფლების დროს მირჩევნი ამჟამინდელ ხელისუფლებაზე ვისაუბრო. წინა ხელისუფლების დროს ბიზნესს ჰქონდა კატასტროფულად ცუდი მდგომარეობა და თქვენც მომხრე იყავით 2012 წელს, ამიტომ თქვენც გეცოდინებათ რა ხდებოდა ადრე ბიზნესში. საქართველოში ქართულ ბიზნესს რა ჭირდა და რა ემართებოდათ ადამიანები, ვინც კი ბიზნესს აკეთებდნენ, ეს იყო მცირე თუ საშუალო ბიზნესი და ასე შემდეგ, ვიცით რა ხდებოდა. დღეს რა ხდება ბიზნესში.
ხელი შეწყობა ყველანაირად თუ რამეში დაჭირდება. გრანტებიდან დაწყებული სოფლის სასოფლო მიმართულებით უამრავი რამ არსებობს, სადაც შეგიძლია თქვენ რა ბიზნესს წარმოადგენთ? სტუმართმასპინძლობის სექტორს, სტუმართმასპინძლობა. სტუმართმასპინძლობა, გიდობა, ტურიზმი, კი ბატონო, კონკრეტულად ფუდის მიმართულებით, ანუ სარესტორნო და სასტუმროს მიმართულებას გულისხმობ, ესე კონკრეტულად რო დავაკონკრეტო. აქედან გამომდინარე, ვიცი ადრე რა დღეში იყო ბიზნესი და ეხლა რა დღეშია ბიზნესი. ბიზნესი ეხლა რა შედარება არის კი არა, შედარებაც არ შეიძლება იმდენად კარგ სიტუაციაშია. არა, მეც მყავს მეგობრები აი ამ გამომდინარე დავასრულებ. სფეროდან და მათ დიდი ჩავარდნა აქვთ. არ ვიცი რატო აქ ჩავარდნა. ხო, ტურიზმის სფეროს წარმოადგენლები მყავს. ტურიზმი ძალიან კარგი მდგომარეობა. როგორ გეკადრებათ? შევიდეთ ბუკინგზე, ადგილს ვერ იპოვით ვიკენდზე, სადმე წასვლა რომ მინდა, ადგილს ვერ პოულობ, ისეთი ამბავია, სად არის ტურიზმი ჩავარდნილი. ესეთი ინფორმაცია მაქვს ჩემი მეგობრებისგან, რომ ევროპელი ტურისტები ძალიან თავს იკავებენ ტურისტი არის ტურისტი ჩვენთვის. იქნება ფრანგი, იქნება ამერიკელი, იქნება დიდი ბრიტანეთიდან, იქნება უკრაინელი, იქნება აზერბაიჯანელი, სომეხი თუ რუსი, არ აქვს მნიშვნელობა. ტურისტი არის ტურისტი, სტუმარი არის სტუმარი. როგორ შეიძლება კატეგორიებად დავუყოთ? რა თქმა უნდა, რუსების მიმართ არც მე ვარ ძალიან კარგად განწყობილი და შესაბამისად რაღაც რეაგირებები მეც მაქვს, მაგრამ აქ სხვა რამეზია საუბარი. ხარჯველუნარიანობითაც განსხვავდებიან და მაგიტომ გავუსვი ხაზი და მაგრამ გააჩნია აქ სტატისტიკურად ეს ზუსტად დადგენილი არ არის, იმიტომ რომ შეიძლება უკრაინელებმა ბევრად მეტი დახარჯოს ვიდრე გერმანელებმა, ამიტომ მას ვერ ვიტყვით. სტუმართ კარგი თემაა, ესე იგი დაშლა არ მოშლისკენ მივდივართ. სასტუმრო რესტორანი, კი ბატონო, ძალიან კარგი მიმართულებით მივდივართ. შედარებაც არ არის თქო, იმდენი პროგრამა არსებობს, სადაც შეგვიძლია გრანტები მივიღოთ, არსებობს აგერ ძალიან ბევრი ჩართულობა სახელმწიფოს მიერ, რომ კონკრეტულად მცირე ბიზნესი შეიქმნას, სტარტაპები შეიქმნას, ადამიანმა რაღაც მოინდომოს გააკეთოს. იცით თქვენ რამხელა პრობლემა არის კადრებთან მიმართებაში, ხელფასები გაიზარდა პანდემიის შემდეგ და სად გაიზარდა ხელფასები? მე გეუბნებით ჩემს მიმართულებით. თქვენ კომპანიაში მაგალითად რასაც საქმიანობთ და რასაც ეწევით, რა ხელფასები ხო არის ეხლავე დიდი სიამოვნებით. ანუ დღეში 100 ლარი არის გამოსდის ერთ ადამიანს კონკრეტულად დღიური 100 ლარი ხელფასი. გაქვთ ვაკანსია? კი ბატონო, ვაკანსია. ხო. დამასაქმებთ დაგასაქმებთ დიდი სიამოვნებით და თან ესე გავაკეთოთ, რომ კონკრეტულად სადაც ახლა ეს უმუშევარი აღარჩები. კარგით. მერია ნახვამდის. რომ წამოხვალთ. დღეში 100 ლარი, თვეში 3000 ლარი მაქვს. ხო, არა. სამუშაო დღეებში გულისხმება 100 ლარი, დასვენების დღეები არის გულისხმება, დასვენების დღეები არა. სამუშაო დღიური 100 ლარზე გულისხმება. კვირაში 500 ლარი მაქვს. შევთანხმდებით, იქნებ უკეთესი პირობებით ვთანხმდებით. ой, რა კაია, კვირაში 500 ლარი. არა, კვირაში 500 ლარი. ხო, მაწყობს. ნუ მერიაში უფრო ნაკლები ხელზე ასაღები გამოდის, ესე გამოდის 2000 ლარი ხელზე ასაღები კვირაში 5 სამუშაო დღით. შეიძლება უკეთესი პირობებით შევთანხმდეთ, იმიტომ რომ ძალიან მოთხოვნადია. სტუმართმასპინძლობის თვითონ მიმართულება ეს სექტორი ძალიან ისე იგი არ არის კარგ მდგომარეობაში, კადრები ჭირდებათ და სამსახურიც ვიშოვნე. კი ბატონო, ჩათვალეთ როგორც კი სამსახური არ გიქნებათ, მოვმართეთ და მევიზრუნებ იმაზე, რომ ან ჩემთან ან სხვასთან დაგასაქმოთ და იმუშაოთ. შვენიერი, გადასარევი. ძალიან კარგი. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის თქვენთან ვისურვებდი, რომ უფრო მეტად ბევრ რამეზე მოგვესწრო საუბარი და უფრო გასაგებია ყოფილიყო, მაგრამ ერთიანობაში რომ გითხრათ, არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო, სადღაც ხო, პირველი მცდელობისთვის ახლა უცნობი ადამიანები ვართ, პირველად გხედავთ, პირველად ხო, ამდენ თემაზე უცებ მოგვიწია საუბარი, მაგრამ პროექტი ძალიან საინტერესო არის და თვითონ ის ფაქტი, რომ განსხვავებული აზრის ადამიანები ხდებიან და მზად არიან ერთმანეთს დაელაპარაკონ, გაუზიარონ თავისი შეხედულებები, ეს უკვე რამდენს ნიშნავს, რომ ანუ შენ ამნაბის იმიტომ დგამ, რომ გაინტერესებს, ხო? ანუ მტრულად კი არ ხარ დამოკიდებული. გაინტერესებს და გინდა რომ მიხვდე და მეც ხო, ამიტომ მეც ჩემი მოტივაციაც ეგ არის, ხო, ამიტომ ეს მტრული განწყობები ჩამოყალიბდეთ, ნახეთ. თქვენს გინდათ უკეთეს საქართველოში ცხოვრება და მეც, ანუ შინაარსულად ორივე ერთი რაღაცის მიმართ ვიბრძვით. მიხვდით, რომ ჩვენ გვინდა დემოკრატიულ, ჩამოყალიბებულ ეკონომიურად ძლიერ საქართველოში ცხოვრება. ჩვენ ინტერესი, ანუ ჩვენ რაღაცა ჩვენი შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ინტერესი გვაქვს საერთო ერთი. და რაც ყველაზე მთავარია და იმედი მაქვს, რომ
ამაშიც დამეთანხმებით ძალიან არ მომწონს და მაწუხებს განსხვავებული აზრის და პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე ადამიანების მიმართ ამხელა ბულინგი, ზიზრი, რაც დღეს ძალიან ორივე მხრიდან, აი აკი ნამდვილად შემიძლია თქვა გულწრფელად, რომ არც ერთ, ანუ ეგ მართლა არ მომწონს და არც ის არ მომწონს შეურაცხყოფა. მე პირიქით, აი ლაპარაკით, თუნდაც იმ პოლიციელს ხომ მქონია შემთხვევა, რომ სპეცრაზმელსაც აი პირისპირ დავლაპარაკებელ ანუ მე არ ვარ იმის მომხრე, რომ მონა რაღაცა ესე ვეძახო, არ ვარ მეცი. ველაპარაკები ამის მომხრე ვარ, კი ბატონო, მაგრამ ამას ნუ განაზოგადებს თქვენ რომ ნუ იტყვით იმას რომ ყველა იქ ვინც არის ეს ბულინგი ორივე მხრიდან არის იმიტომ რომ ამის ფაქტს მე განახებთ თქვენ რომ თქვათ რომ ანუ ეს ჯგუფი ბულინგი როგორც ასეთი ამ სიტყვის მნიშვნელობით შეიძლება პირიქით ხელისუფლების მომხრე ჯგუფებისგანაც ანტიმაიდანი გეცოდინებათ რადგან დაიტოვე ახსენეთ და იქ რაც ხდება გაგაოცებთ ნამდვილად იმიტომ რომ მე რადგან ყოფილი კოცი იმ ჯგუფში ვიყავი და ბოლოს ვეღარ გავძელი და მოდი ვიხმართ ამ სიტყვებს კოცი ნაცი ეს ჩემთვის მიუღებელი სიტყვებია ყოფილი კოცი ვარ კოცი ვიყავი და ღიად არ მცხვენოდა როცა ვიყავი მე არ ფიქრობ რომ დამაკნინებელია რამე ამ კონკრეტულ სიტყვებში მაგრამ ზოგადად ვამბობ ესე იგი არსებობს ოპოზიცია და არსებობს მიმდინარე ანუ იმის სახელდებაც არ უნდა შეგრცხვეს არა სიცხვილზე არ არის აქ საუბარი უბრალოდ აქ სხვა რამეზეა საუბარი კონკრეტულად ადამიანების ესე განკერძოება და ჯგუფება დაყოფა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც დღეს ჩვენ ჩავდივართ. საქართველოს მოქალაქეები, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, აქ არის ძალიან დიდი პრობლემა. ყველაზე დიდი პრობლემას მე ამაში ვხედავ. ანუ ჩვენ საზოგადოებამ სახელმწიფო არის კონკრეტული ადამიანებისგან შექმნილი ჯგუფები, რომლებიც თქვენც, მეც, ყველა ერთად აბსოლუტურად ქმნით ჩვენ სახელმწიფოს, ხო? ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა მოვინდომოთ პირველ რიგში, რომ საკუთარი თავები შევცვალოთ. ერთად ცხოვრების ხელოვნება. იმედია ამ ხელოვნებაში გავიწაფებით, დავხელოვნდებით და ამას აქვს თავი ზღვარი, აუცილებლად აქვს ზღვარი და სულ ვამბობ ხოლმე, რომ ადამიანებმა უნდა შევეცადოთ, რომ კონკრეტული საკუთარი თავიდან გამომდინარე როგორც გვინდა რომ ჩვენ მოგვიქცენ აი ესე უნდა მოვიქცებთ სხვებს თქო და არ შეიძლება ვეწინააღმდეგები ამ ჯგუფებად დაყოფას აი ამ რაღაც სიტყვების ძახილს ყველანაირი ძალადობით იქმედებს მაგან გაგვაერთიანა და შემდეგ იქნება ესეთი რამე რომ მე და თქვენ შევხვდებით აუცილებლად ერთმანეთს კონტაქტებს აუცილებლად გავცვლით სასიამოვნო იყო უკეთესიც შეიძლება მაგრამ არ ცუდი იყო ამიტომ ბევრი რამის თქმა კიდე დამრჩა და ვიტყოდით ერთმანეთში, მაგრამ რო აქციაზე გავაგზავნებთ საუბარს. კი, ხო, აქციასთან დაკავშირებით შევხედოთ და როგორც თქვენ გეკნებათ არა, რა თქმა უნდა, როგორც თქვენ გეკნებათ კონკრეტული მიმართულებები, რაზეც უნდა ყურადღება გაამახვილოთ, მეც მაქვს ჩემი დეტალები, რაზეც ყურადღებას გაგიმახვილებ და იქ გავაგზავნოთ, ჩემო ყოფილო და მოყოფილო კი არა და მომავალო დამსაქმებელო. სასიამოვნო იყო. მაყოფილი ვარ, საკმაოდ საინტერესო ქალბატონია. უფრო მეტი დრო რო ყოფილიყო, უფრო მეც ვისაუბრებდით რაღაცეებზე. მაყოფილი ვარ ამ საუბრით. თემა იყო ბევრი. ყველას ვერ შევეხეთ, ცხადია, მაგრამ რომელ თემასაც შევეხეთ, ვფიქრობ, რომ რაღაცა ანალიზის საშუალება გვაქვს და შემდეგ კიდე ამ მიმართულებით ფიქრის, თუნდაც ვფიქრობ, რომ ლევანიც და მეც რაღაც პოზიციებს კიდევ გავცვლით და რაღაც კონსენსუსამდე მივალთ აუცილებლად. საბოლოოდ გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, პოლიტიკური გემოვნება გვაქვს და ზოგადად არსი ყველაფრის სადმე გვაქვს სრულიად განსხვავებული ერთმანეთისგან. ბოლოს მაინც ხომ ნახეთ, მოვახერხეთ რაღაც ეტაპზე მაინც საერთო აზრამდე მისვლა და თავარი რა იყო ხო ამოცანა და რა მოლოდინიც მქონდა, რომ ჩვენი დასასრული, ანუ რაც იქნებოდა შინაარსობრივად, არ ყოფილიყო რაღაცა ესეთი უარყოფით კონტექსტში და მე მგონი დადებითი კონტექსტში დავამთავრეთ და რაც ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ რა ეს რაღაცა პოზიტიური განწყობა მაინც ორივემ შევინარჩუნეს.